პირველი არხი და იბერია წარმოგიდგენთ. მამწუხარებას გამო ვთქვამთ და უსამძიმრებ ტელეკომპანია რიოს ჩვენი კოლეგების დაღუპვის გამო, რომელთა სიცოცხლე წუხელ გვიანღამით ქუთაისში ავტოავარიაში შეეწირა. საღამო მშვიდობისა მოგესალმებით ყველას, ვინც გვიყურებს საქართველოში და საქართველოს ფარგლებს გარეთ. დღეს წარმოგიდგენთ ამ სეზონის ბოლო პოლიტიკურ კვირას და სექტემბრამდე დაგემშვიდობებით. საპროტესტო აქციები არ დაშლილა, საპროტესტო მუხტი ზუსტად იქ არის, სადაც იყო და ეს გამოჩნდება ბაიდენის ვიზიტის დროს. ხელისუფლება კი დაშლილია საპროტესტო აქციების ფონზე, რესურსი ამოეწურათ, აცხადებდა სალომე ზურაბიშვილი საქართველოში ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტის წინ. რა სიტყვის იგი დღეს შერჩა თუ არა ოპტიმიზმი ოპოზიციას. დღეს სურათი ასეთია ბაიდენის თბილისში ყოფნის დღიდან რუსთაველის საკრებისგან თავისუფალია, მიტინგები კი ყოველდღიურად აღარ გაიმართება. რა შეცვალა ჯო ბაიდენის ჩამოსვლამ საქართველოში, ან შეცვალა თუ არა რამე, მინდა საჯაროდ განვაცხადო, რომ თქვენს გვერდით ვარ და დაგეხმარებით ყველა ქვეყნის მომავლის შენებაში. ამერიკა განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას. ეს ბაიდენის სიტყვებია, ქვეყნის თუ კონკრეტული ხელისუფლების მხარდაჭერა. ვინ როგორ შეაფასა ეს გამოსვლა? დემოკრატიული წარმატებებისთვის საჭიროა ჩართული იყოს ყველა, ვინც ამ დარბაზში იმყოფება და ყველა, ვინც იყო არჩეული, მაგრამ არა ამ დარბაზში წარმოდგენილი. განაცხადა მან, ვინ როგორ გაიგო ეს განცხადება ოპოზიცია და ხელისუფლება დღეს პოლიტიკურ კვირაში. უნდა დაგიჯეროთ, გიჯერე? არასოდეს ვიჯერები, სწორედ ამიტომ გავხდი პრეზიდენტი. მე დღესაც ვუჯერებ დედაჩემს. დედაჩემი 92 წლისაა და ჯერ კიდევ მოსმენას. მეც დავუჯერებ დედაჩემს, როდესაც იგი 92 წლის გახდა. ზაფხულის ბოლო პოლიტიკური კვირა და მთავარი თემები, რომელიც მთელი კვირის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში ხდებოდა. თქვენი ვარდების რევოლუცია მხოლოდ მაშინ დასრულდება, როდესაც მთავრობა იქნება გამჭვირვალე, როდესაც საკითხები განიხილება ამ პალატის შიგნით და არა მარტო ქუჩებში, როდესაც მასმედია იქნება დამოუკიდებელი, როდესაც სასამართლოები იქნებიან გარეგავლენისგან თავისუფალი. რა შეცვალა ქართულ პოლიტიკაში ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტმა, ოპოზიციის და ხელისუფლების შეფასებებით პოლიტიკურ კვირაში. კიდევ ერთხელ დავწმუნდი, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ბრძენი და წინდახედული პოლიტიკოსი, რომელიც ჩვენ საერთოდ გვინახავს ოდესმე. დღევანდელმა გამოსვლამ მე მგონი საბოლოოდ წერტილი დაუსვა ყველანაირ კითხვის ნიშანს, რომ საქართველოს არ იქნება მძევალი არც ერთი სხვა პოლიტიკური გადაწყვეტილების. მოусმინეთ დღეს საღამოს პირველი არხის ეთერი დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს ლიდერს ნინო ბურჯანაძეს, საქართველოს გზის ლიდერს სალომე ზურაბიშვილს და პარლამენტის ვიცე-სპიკერს რუსუდან კერვალიშვილს. რეკომენდაციები არ ყოფილა, იყო არცთა გაზიარება, თუ საქართველოში არ გადაიდგა ნაბიჯები დემოკრატიისაკენ, ამერიკის დახმარება არ იქნება. საქართველოს სახელმწიფოს ქართულ ხალხს აქვს ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა და არა კონკრეტულ პერსონებს. როგორი შეხვედრა შედგა ჯო ბაიდენსა და ოპოზიციის ლიდერებს შორის და აგორებული სკანდალის მიღმა სინამდვილეში, რაზე ისაუბრეს ამერიკის ვიცე-პრეზიდენტთან. დეტალებით პირდაპირ ეთერში მოусმინეთ ნინო ბურჯანაძეს. რა მოხდა, რომ ყოველ დღეს საინფორმაციო მიტინგი არ იქნება? დავრეგისტრირდეთ ერთ ორგანიზაციაში, დაგვიბრუნდება გია, ჯამფელი, ჩვენ აღვიდგენთ ძალებს და დავიწყებთ თავიდან. ეს არის ახალი სტრატეგია დიახ მერაბიშვილო. იწყება სრულიად ახალი ბრძოლა, სადაც საჭირო იქნება დაწვა. ჩვენ
თქვენ იქნებით დამკვირვებელი ძალა. რატომ დაასრულა ოპოზიციამ ყოველდღიური საპროტესტო გამოსვლები? რატომ აიღეს საკნები და რა შედეგი დასრულდა მათთვის 9 აპრილს დაწყებული მიტინგები მოწოდებით მიშა წადი? პასუხებს ამ პროტესტის ყველაზე აქტიური ლიდერი სალომე ზურაბიშვილისგან მოვისმენთ. როდესაც საქმე ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალ ბედს, გადამწყვეტი იქნება ხარად ქუჩაში ყვირილში შეჯიბ და მე მგონი ყველაზე უცნაურების კი დაგწმუნდნენ, რომ ამისი ახარავით არ ეშინია. მით უმეტეს რევოლუციის დიდ მოსულ თავრობასა ხელისუფლებას. ისი იმედით თავაზობს ხელისუფლება ოპოზიციას პარლამენტში უკან შესვლას და დახეული მანდატების აღდგენას. აქვს თუ არა უმრავლესობას გარანტიები, რომ ოპოზიცია პარლამენტში დაბრუნდება? პასუხები რუსუდან კერვალიშვილისგან. ცხელი პოლიტიკური კვირა საქართველოში და კვირის შეფასებები. პოლიტიკოსი ქალები პოლიტიკურ კვირაში. მაშას ეს უსტის სქესი პოლიტიკურ კვირაში, რომელთა პოზიციები ხშირ შემთხვევაში აჭარბებს ბევრი ქართველი პოლიტიკოსი მამაკაცისას. ვარდების რევოლუცია სრული სახით მაშინ წარდგება, როცა პრობლემატური საკითხები განხილული იქნება პარლამენტში და არა მხოლოდ პარლამენტს გარეთ, როცა მედია იქნება თავისუფალი, როცა ხელისუფლება იქნება დაბალანსებული, როცა სასამართლოები იქნება თავისუფალი ზეწოლისგან და ძალაუფლების გადაცემა მოხდება მშვიდობიანი და დემოკრატიული პროცესების შედეგად და არა ქუჩის აქციებით. ეს ჯოზეფ ბაიდენის სიტყვებია. როგორია ოპოზიციის ლიდერების შეფასება, მოსთხოვა თუ არა ბაიდენმა ოპოზიციას ქუჩის პროცესების დასრულება და პარლამენტში მიბრუნება? რა შეცვალა ამ ვიზიტმა ქართულ პოლიტიკაში? გადაცემას გახსნის ნინო ბურჯანაძე, დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს ლიდერი. ძალიან დიდ მადლობას გადაგიხდით თავდადიო, ხო დაიკავოთ თქვენი ადგილი. გადაცემაში მობრძანებისთვის ნინო ბურჯანაძე, ირაკლი ალასანია, ლევან გაჩეჩილაძე და გიორგი თარგამაძე. ვეჭობ შემთხვევით არ შეირჩევეს 4 კანდიდატურა, როდესაც არის ხოლმე საუბარი სავარაუდო პრეზიდენტობის კანდიდატებზე. ძირითადად ამ ადამიანების გარშემო მიდის ხოლმე საუბარი. სხვა შორის ძალიან საინტერესო იყო რა ნიშნით შეარჩიეს ეს 4 ლიდერი ოპოზიციის მხრიდან და ძალიან ბევრი გამოთქვამს ვარაუდს, რომ სწორედ საპრეზიდენტო კანდიდატები სავარაუდო შეხვდნენ ბაიდენს და მეთანხმებით, რომ ეს იყო აი ამ 4-ეულის შერჩევისთვის განსაზღვრელი ფაქტორი. სავარაუდო საპრეზიდენტო კანდიდატები, რომლებიც შესაძლოა მომავალში განვიხილოთ როგორც კანდიდატები. ინგა, უპირველეს ყოვლისა, ვიდრე თქვენს კითხვას პასუხს გავცემდი, მე მინდა შევუერთდე თქვენს სამძიმარს ტელეკომპანია რიონის ჟურნალისტების ტრაგიკულ დაღუპვასთან დაკავშირებით. მე ნაწილ მათგანს ვიცნობდი, თუმცა ამას პრინციპული მნიშვნელობა ბუნებრივი არ აქვს და მინდა მათ ოჯახებს გულწრფელი სამძიმარი გამოვუცხადო. ეს მართლა ძალიან დიდი ტრაგედია იყო. ხა რაც შეეხება თავად ამ შეხვედრის ფორმატს, მე მინდა გითხრათ, რომ არც მე არ ვიცი ნამდვილად რა კრიტერიუმით იქნა შერჩეული ეს ფორმატი, იმიტომ რომ თქვენ იცით, რომ ოპოზიციას ქონდა გადაწყვეტილება მიღებული კონკრეტულ ფორმატთან დაკავშირებით, რა ფორმატით ხდებოდა საერთოდ ოპოზიცია 9 აპრილის საინიციატივო ჯგუფი უცხოელებს და ჩვენ ამის თაობაზე არაერთხელ გაგვიცხადებია, მაგრამ ბუნებრივია ეს იმდენად მნიშვნელოვანი ვიზიტი იყო, რომ ეხლა გარჩევას იმისას ვინ იყო და ვინ არ იყო და ან ვინ უნდა ყოფილიყო, ჩვენ ნამდვილად არ დავიწყებდით. ერთი რამ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ეს ვიზიტი შედგა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეხვედრა ოპოზიციასთან შედგა და სხვა შორის ძალიან სასაცილო იყო, როდესაც ხელისუფლების სხვადასხვა ეშელონის წარმომადგენლები ერთხმად ცდილობდნენ ეთქვათ და აღენიშნათ, რომ ყველგან თურმე სადაც ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი ან პრეზიდენტი ჩადის, ყველგან ხვდებიან არასაპარლამენტო ოპოზიციას. ჯერ ერთი როგორც წესი ნორმალურ ქვეყნებში არასაპარლამენტო ოპოზიცია არ არის ხოლმე, ოპოზიცია არის ხოლმე წარმოდგენილი პარლამენტში და ამისთვის ხელისუფლება ყოველთვის ქმნის ხოლმე შესაბამის გარანტიებს, ანუ ატარებს ნორმალურად არჩევნებს და იქ სადაც არის არასაპარლამენტო ოპოზიცია ძალიან იშვიათია ხოლმე ამ ტიპის შეხვედრები, ისე რომ ამ ასე ვთქვათ შეხვედრის გაბიაბურების სურვილი ნამდვილად ჰქონდა ხელისუფლებას, მაგრამ მე ვთვლი, რომ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რომ შეხვედრა შედგა. გეთანხმებით, ქალბატონ ნინო, თუმცა ამ შეხვედრის შემდეგ გავრცელდა რაღაც არაერთგვაროვანი ინფორმაცია იმის შესახებ, რაზე იყო საუბარი ოპოზიციის ლიდერებსა და ბაიდენს შორის. მე მინდა დღევანდელი თქვენი გამოსვლა იყოს წმინდა ინფორმაციული, ანუ ამ შემთხვევაში მე არ ჩაგეძიებით, უბრალოდ მინდა მივიღო თქვენგან ინფორმაცია, რაზე შედგა სინამდვილეში ეს საუბარი, იმიტომ რომ რასთან დაკავშირებით მე უბრალოდ ჩავიკითხავ, ძალიან საინტერესო იქნება იმ დეტალებზე თქვენი პასუხი, რაც გავრცელდა შემდეგ ინფორმაციის სახით. ითქვა, რომ თქვენ და გაჩეჩილაძე იყავით ყველაზე აქტიურები, ითქვა, რომ სწორედ ნინო ბურჯანაძის მხრიდან დასმულ რამდენიმე საკითხს მოყვა ძალიან მკვეთრი რეაქცია ბაიდენის, მე ჩამოწერილი მაქვს ეს საკითხები. ითქვა, რომ თქვენ გაყალბებულ არჩევნებზე წამოწიეთ თემა და მისი პასუხი თითქოს იყო ასეთი, რომ ჩვენ წავაგეთ არჩევნები, მაგრამ ქუჩებში არ გამოსულვართ და
არ დაგვიწყია სახელმწიფო სისტემის მგრევა და ასე შემდეგ. ითქვა რომ თქვენი ტონი ძალიან წააგავს იმ ფრაზებს, რა ფრაზებითაც რუსეთში მიდის საუბარი და ასე შემდეგ. მოდით ვისაუბროთ. ნამდვილად არ ვაპირებ ამ თემებზე საუბარს, გულშველად გეტყვით და იმედია იმეც არ გაგიცრუებთ, იმიტომ რომ არის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი თემები სასაუბრო პერსპექტივასთან დაკავშირებით და იმ რეალობასთან დაკავშირებით, რომელიც ქვეყანაში არის. ეს არის კლასიკური ნიმუში იმისა, თუ რას ნიშნავს პრესის და მედიის თავისუფლება ზოგადად. აი ეს კომენტარები და ეს სიუჟეტი სატირალი იქნებოდა, სასაცილო იქნებოდა სატირალი რომ არ იყოს და ჩვენს ქვეყანაში რომ არ ხდებოდეს. ეს არის პირველი შედევრი პრეზიდენტის ყოფილი პრეს-სამსახურის უფროსისა, მას შემდეგ რაც ის დაინიშნა ტელეკომპანია, დამოუკიდებელი ტელეკომპანია იმედის გენერალურ დირექტორად და ეს არის კლასიკური ნიმუში იმისა, როგორ შეიძლება ნახევრად მიმსგავსებული ფრაზებით გამოიტანო აბსოლუტურად სრულიად სხვადასხვნები, ამოგლიჯო, არა, ეს არის თემები, არჩევნები, თქვათ არჩევნების ცნობა, არ ცნობა, დემოკრატია და ასე შემდეგ. ეს არის ის თემები, რომელზეც ბუნებრივია ხა ხელოვნებაზე რომ ბატონ ბაიდენთან არ ვისაუბრებდი, თუმცა ალბათ ეს საუბარიც თავისთავად სასიამოვნო იქნებოდა, განათლებული ადამიანია. ფაქტია, ხომ? ბუნებრივია პოლიტიკურ თემებზე იყოს საუბარი. ეს არის კლასიკური ნიმუში იმისა, როგორ შეიძლება ფრაზები ამოგლიჯო და ამოიღო კონტექსტიდან, როგორ შეიძლება ფრაზებში შეცვალო განწყობა ან ტერმინოლოგია და ამით აბსოლუტურად გაყალბებული ინფორმაცია მიაწოდო საზოგადოებას. ამიტომ მე ნამდვილად არ ვთვლი საჭიროდ ამ თემებზე კომენტირების გაკეთებას, უბრალოდ კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი კიდევ ერთხელ დასტური იმისა, რომ საზოგადოებას სჭირდება თავისუფალი მედია და საზოგადოებას გადაწყვეტილების მისაღებად სჭირდება სწორედ ობიექტური ინფორმაცია, არის კლასიკური მაგალითი სწორედ ეს სიუჟეტი ამის. ხო, მე კიდევ ერთხელ ვიტყვი, უბრალოდ გავიმეორებ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც ესწრებოდა ამ შეხვედრას, ამ საკითხებზე რომ იყოს საუბარი, ადასტურებს, მაგრამ ანუ ჩვენ მოვისმინეთ სხვადასხვა ინტერპრეტაციები. ამ მთელი თემების მიღმა ერთ-ერთი ყველაზე მთავარი და საინტერესო და ეს არ არის რაღაც კულუარული ამბავი, არამედ ეს მის ცნობილ გამოსვლაში ითქვა. ქალბატონ ნინო, გაჩნდა ასეთი კითხვა, ხომ არ მოგიწოდათ ასე ვთქვათ ბაიდენმა, რომ ოპოზიციის ის ნაწილი იმ შეხვედრაზე, რომელიც იყო დახურული, ოპოზიციის ის ნაწილი, რომელმაც დახია მანდატები, შებრუნდეს უკან პარლამენტში და დასრულდეს ქუჩის აქციები. მე გავიმეორებ მის ნათქვამს, რომ ანუ ქუჩაში არ უნდა წყდებოდეს ეს პროცესები. ინგა, ბაიდენმა რო არ გითხრას, რომ ქუჩაში არ უნდა წყდებოდეს პოლიტიკური პროცესები, ჩვენ ეს არ ვიცით? და თქვენ ნინო ბურჯანაძისგან, ჩემგან არ მოგისმენიათ 1000 გზის ნათქვამი, რომ იდეალური ვითარება არის სწორედ ის, როდესაც პარლამენტში არის წარმოდგენილი სხვადასხვა პოლიტიკური ძალები, რომ იდეალური ვითარება არის სწორედ ის, როდესაც ქვეყანაში არის ჯანსაღი პოლიტიკური გარემო შექმნილი და როდესაც ოპონენტებს შეუძლიათ ერთმანეთს ეკამათონ. ეხლა ძალიან დიდ პატივს ვცემ ბატონ ბაიდენს და რა თქმა უნდა, ეხლა ამერიკელებმა ჩვენზე კარგად იციან დემოკრატიის ანაბანა, მაგრამ მაგდენი ანაბანა ნამდვილად ძალიან კარგად ვიცი, შემიძლია გითხრათ მეც და ნებისმიერმა ჩვენმა თანამოქალაქემ, ამიტომ ნამდვილად არ შეუწუხებია ბატონ ბაიდენს თავი. ამის ასახსნელად შემიძლია გითხრათ. პრობლემა სწორედ იმაშია, არა, ინგა, პრობლემა სწორედ იმაშია. არ არის უბრალოდ პოლიტიკური ლიდერი, რომელმაც არ იცის საერთაშორისო ენა. თქვენ ხართ ზუსტად ის ლიდერი, რომელიც წლების განმავლობაში აქტიურად აწარმოებდით მსგავსი ტიპის შეხვედრებს, ჰქონდათ ვიზიტები და ამიტომ სწორედ ეს გავახსენე მე ბატონ ბაიდენს და ვუთხარი, რომ მე მქონდა მაგალითები ძალიან კარგი იმისა, როდესაც წლების განმავლობაში მართლა ყველაფერს ვაკეთებდი იმისათვის, რომ ქვეყანაში დიალოგი არ მომკვდარიყო, როდესაც ყველაფერს ვაკეთებდი იმისათვის, რომ ოპოზიცია ქუჩაში არ ყოფილიყო და ჩემი მთავარი ამოცანაც შარშან აპრილში სწორედ იყო ის, რომ ჩატარებულიყო ისეთი არჩევნები და ისეთი სისტემით, რომ ოპოზიციის ძირითადი ნაწილი არ აღმოჩენილიყო ქუჩაში და ეს დისკუსიები ყოფილიყო სწორედ პარლამენტში. მაგრამ სამწუხაროდ ამ ხელისუფლებამ ყველაფერი საწინააღმდეგოდ გააკეთა და მინდა გითხრათ, რომ სწორედ ხელისუფლების დამსახურება არის ის, რომ არ დატოვა შესაძლებლობა იმისა, რომ პოლიტიკური დიალოგი ყოფილიყო პარლამენტის შიგნით. ინგა, მე არაერთხელ მithქვამს პრეზიდენტი სააკაშვილისათვის იმის თაობაზე, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა პოლიტიკური დისკუსია პარლამენტში არა მარტო იმართებოდეს, არამედ იყოს შემთხვევები და ხშირიც იყოს ესეთი შემთხვევები, როდესაც ითვალისწინებ ოპონენტის აზრს, როდესაც ითვალისწინებ ოპოზიციის აზრს და პასუხს მე სამთავრობო გუნდიდან ვიღებდი, რომ როგორ ახლა თუ დავეთანხმეთ ოპონენტს და ვთქვით, რომ ისინი არიან მართლები, მაშინ ხალხი იკითხავს, თქვენ რატომ უნდა იყოთ ხელისუფლებაში, ისინი უნდა იყვნენო. შენ როდესაც ქმნი იმ გარემოს, როდესაც აპრიორი ავტომატურად თავიდანვე
აკეთებ ყველაფერს იმისათვის, რომ ოპოზიციის არც ერთი წინადადება არ გავიდეს პარლამენტში, რაც არ უნდა გონივრული იყოს ის, უბრალოდ ას უკარგავს საპარლამენტო პროცესს და ეს მოხდა სწორედ. ამიტომ გადაინაცვლა პარლამენტიდან ქუჩაში ამ პროცესმა. ეს ნამდვილად არ არის ოპოზიციის ბრალი, ნამდვილად შემიძლია გითხრათ და ოპოზიციამ ისიც დაადასტურა, რა ფასი აქვს იმ დიალოგს, რომელსაც ჩვენ ხელისუფლება გვთავაზობს. განვითარებული პროცესების შესახებ დღეს ჩვენ უნდა ვისაუბროთ. მე არ მინდა რომ დღეს დავწვრილმანდე, მაშინ როდესაც ასეთ მნიშვნელოვან თემებზე არის საუბარი, მაგრამ გამახსენდა ამას წინათ სააკაშვილმა საქართველოს პრეზიდენტმა ერთ-ერთ ინტერვიუში სწორედ თქვენი და ჩემი დიალოგის შესახებ გააკეთა კომენტარი და ითქვა ასეთი ფრაზა ვითომ ობიექტურობასთან დაკავშირებით. მე არ მინდა რომ ვინმეს დარჩეს ამ ობიექტურობაზე რაიმე კითხვა, ეს იქნება პრეზიდენტი თუ ეს იქნება ოპოზიცია, ამიტომაც უნდა კითხოთ. როცა თქვენ ამბობთ რომ აი თვითონ ხელისუფლებამ არ დაუტოვა სხვა შანსი ოპოზიციას, ხელისუფლებამ რა სააკაშვილი ხო არ აიძულებდა მაშინ იგივე ნინო ბურჯანაძეს პლედების ცნობილ სკანდალზე მართლა გეუბნებით არ დავწვიმანდები, მაგრამ უბრალოდ ისე რეპლიკის სახით მაშინ რა სააკაშვილი ხო არ აიძულებდა პარლამენტის რომელიც იყო პარლამენტში და რომელიც არ უნდა ყოფილიყო იმდენად ხისტი, როგორიც იყო და სხვათა შორის სწორედ იმ შეცდომებმა მიგვიყვანა ჩვენ იქამდე რომ პროტესტი გამოვიდა ქუჩაში. და სწორედ იმან რომ ყველა იმ დიალოგის შემდეგ, რომელსაც მე ვაწარმოებდი ოპოზიციასთან, სააკაშვილმა გატეხა ყველა სიტყვა და ყველა პირობა, რომელიც მისცა თავის ხალხს უპირველეს ყოვლისა, ხან ნინო ბურჯანაძეს რა სიტყვა მისცა, მაგას შეიძლება პრინციპული მნიშვნელობა არ ქონდეს, თუმცა აქვს. როდესაც მე ვიყავი ამ დიალოგის ერთ-ერთი გარანტორი, არა? როდესაც ყველა ეს სიტყვა გატეხა ხელისუფლებამ, როდესაც ხელისუფლებამ სცადა, რომ საპარლამენტო გარემოში კვლავ აბსოლუტური უმრავლესობა ჰქონოდა და იგნორირებული ყოფილიყო განსხვავებული აზრი, სწორედ აი ამან შეუქმნა წინაპირობები იმ პოლიტიკურ კრიზისს, რომელშიც დღეს ეხლავართ და იგივე შემიძლია იმ გაგითხრათ. დღეს როდესაც ხელისუფლება ცდილობს, რომ საერთო თვალი დაუხუჭოს კრიზისს, ვითომ არ არსებობს ეს კრიზისი. როდესაც ხელისუფლება ცდილობს, რომ აი პოლიტიკური რეპრესიებით, ამ დაჭერებით, ადამიანების შეშინებებით, უამრავი ზარებით, თითოეულ ოჯახში ფოტოსურათებით, რომ შენ იყავი მიტინგზე და აღარ მოხვიდე, როცა ხელისუფლება ცდილობს, რომ კვლავ აი ამ ადუღებულ ქვაბს, თქმა უნდა ხდება, ეს არის აბსოლუტურად მასიური, როდესაც პრაქტიკულად და რაში იხარჯება ჩვენი თანხები, სხვა შორის მე აქ საინტერესო ინფორმაცია წამოვიღე, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს უძვირესი აპარატურა, რომელიც მე მგონი არა აქვს მთელ მსოფლიოში არც ერთ სახელმწიფოს, როცა ფოტოსურათი შეგიძლია 10,000-ობით ადამიანს გადაუღო და შემდეგ კომპიუტერის მეშვეობით ამოყარო ამ ადამიანების სახიდან გამომდინარე ამომცნობი მექანიზმებით, გვარი, სახელი, სად მუშაობს, სად ცხოვრობს და ასე შემდეგ და თითოეულ ადამიანს მიაკითხო. თითოეულ მათგანთან მიხვიდე სახში, დაურეკო, მესიჯი გაუგზავნო და მისი ახლობელი დაატერორო. როდესაც ხელისუფლება ცდილობს აი ამ მექანიზმებით თავი დაახუროს იმ ქვაბს, სადაც დუღილის ტემპერატურა ძალიან მაღალია, ყველაზე დიდ შეცდომას უშვებს ხელისუფლება, ეს მე 1000 გზის მithქვამს და ყოველთვის სამწუხაროდ გამართლებულა ჩემი პროგნოზი და იგივე მოხდება ეხლაც. გარწმუნებთ, რომ მუხტი არის ძალიან დიდი ხალხში, რაც მეტად შეეცდება საზოგადოების დაშინებას ხელისუფლება და რაც მეტად შეეცდება საზოგადოების დატერორებას, მით უარეს შედეგს მიიღებს და ჩვენ რასაც ვაკეთებთ ოპოზიცია, ჩვენ რა თქმა უნდა ვცდილობთ იმას, რომ ეს ძალიან დიდი ნეგატიური მუხტი, რომელიც არსებობს პოლიტიკურ პროცესებში და პოლიტიკურ ჩარჩოებში მოვაქციოთ. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა, მაგრამ ესეც შეიძლება გადავიდეს ზღვარს იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება ოდნავ მაინც გონს არ მოედება. რას ნიშნავს ქალბატონინო ზღვარს გადავიდეს? შეიძლება უბრალოდ პოლიტიკური პროცესებიდან ეს გამოვიდეს და ჩვენ ოპოზიციის ლიდერებმა ვეღარ შევძლოთ ამის გაკონტროლება, ისე როგორც ვაკონტროლებდით მთელი სამთვენახევრის განმავლობაში. დღეს ოპოზიციის საპროტესტო აქციებს ქალბატონინო მაშინ ასეთ კითხვას დაგისვამთ, რომ არსებობს სამი საფრთხე ხელისუფლებისთვის. შეგახსენებთ, ირაკლი ალასანია თავის პარტნიორებთან ერთად ახალი მემარჯვენეები რესპუბლიკელები აღარ შემოგიერთდათ იმ საპროტესტო მიტინგზე, რომელიც გამართეთ ბაიდენის ჩამოსვლასთან დაკავშირებით. აქ არ იყო ფორუმი და ნაკლები ხალხი არ მოსულა. ხო, მაგრამ მუხტი თავისთავად სამარცხვინო არის დღეს. ქალბატონინო, მე აუცილებლად გეტყვით მაგაზე. თავისთავად ის ფაქტი, რაც გააკეთა ხელისუფლებამ, როდესაც ორ კატეგორიად დაყო ხალხი, ერთი ის ადამიანები და ის ნაწილი, რომელსაც შეუძლია ბაიდენს ესე ვთქვათ, მიესალმოს და მეორე, რომელსაც მათ შორის პოლიტპატიმრების ოჯახის პატრონები, რომლებსაც არ შეუძლიათ თურმე 100 მეტრზე ახლოს მიუახლოვდნენ ბაიდენის კორტეჟს და ოპოზიციის მომხრეებს, რომელსაც უბრალოდ არ მიეცათ საშუალება, რომ გამოეხატათ თავის დამოკიდებულება და თან
როგორც ჩვევიამ შიშარა ხელისუფლებას თავისი გადაწყვეტილება გადააბრალეს ამერიკელებს, რომ თითქოს ეს ამერიკელების მოთხოვნა იყო, აი ეს კიდევ ერთი მანიშნებელი იყო იმისა, რამდენ შეცდომას უშვებს ხელისუფლება და მე მინდა დიდი პატივისცემის მიუხედავად ჩვენი კოლეგებისადმი თქვა, რომ იქ ხალხი რომელიმე პარტიის მხარდასაჭერად არ მოსულა, ამიტომ არავინ არ დაკლებია ნამდვილად იმ, ასე ვთქვათ, თავყრილობას, მოვიდა ის ადამიანები, ნაწილი, იმიტომ რომ არ ქონდა ყველას ინფორმაცია, ვინც თვლიდა, რომ თავისი პროტესტი უნდა დაეფიქსირებინა. რაც შეეხება ეთყობა თუ არა რაიმე მოხდს. მე ერთი რამ გამახსენდა, ინგა, რომელიც აუცილებლად უნდა გითხრათ. მე ძალიან არაერთხელ მithქვამს იმის თაობაზე, რომ ძალიან ვღელავდი და ვშფოთავდი 2007 წლის შემოდგომაზე და ძალიან ვღელავდი, რომ აუცილებელი იყო ოპოზიციასთან საუბრის დაწყება, რომ აუცილებელი იყო რაღაც ნაბიჯების გადადგმა, რომელიც არ მიგვიყვანდა 2 ნოემბრამდე და 7 ნოემბრამდე და ძალიან კარგად მახსოვს მუდმივი ჩემი მოთხოვნები ხელისუფლებისადმი, რომ დავსხდეთ, შევიკრიბოთ, მოვიფიქროთ, როგორ მოვიქცეთ, რა გავაკეთოთ. და ოპოზიციის ერთ-ერთი მიტინგი საგარეჯოში თუ არ ვცდები, რომელიც იყო ეს იყო 31 ოქტომბერი, შაბათი დღე. და დაგეგმილი შეხვედრა ხელისუფლებამ სააკაშვილმა პირადად, რომლის კაბინეტშიც უნდა შევკრებილიყავით დაახლოებით 10 ადამიანი და გვემსჯელა დაგეგმილი 2 ნოემბრის მიტინგამდე, თქვათ რა ინიციატივებით გამოვსულიყავით, რომ პოლიტიკურ პროცესში გადასულიყო და არა მხოლოდ მიტინგის პროცესში ეს პროცესი. საგარეჯოში მისული დაახლოებით 100 თუ 200 კაცის შემხედვარემ გადადო ეს შეხვედრა, ჩაშალა საერთოდ. და მე ძალიან შეწუხებული ვიყავი ამით და პასუხი მივიღე, რომ არა, ხო ნახე, რომ არავინ არ იყო, 200 კაცი მივიდა სულ ოპოზიციის მიტინგზე, არავინ არ მოვა 2 ნოემბერს და ტყუილად ნუ ფორიაქოფო. აღმოჩნდა, რომ ტყუილად კი არ ფორიაქობდი, ძალიანაც სწორი ინსტინქტები მქონდა, ძალიან სწორად ვაფასებდი მოვლენებს და 2 ნოემბერს მოვიდა არა 200 კაცი და არა 2000 კაცი, არამედ ათეულობით 1000 კაცი. ძალიან ბევრი ადამიანი, მაგრამ ეხლა რამდენად სწორად ვაფასებთ. კიდევ ერთხელ გავიხსენებ, რომ თითქმის ანუ ის ძველი თქვენი პარტნიორები ძველს გულისხმობ რა 9 აპრილს ვისთანაც თქვენი კიდექით გამოჩნდით მაშინ პირველად. ეს ადამიანები აღარ იყვნენ. მე ამიტომ ადამიანები ვინ იქნება პოლიტიკური პარტია და ვინ არ იქნება, ეს არ არის გადამწყვეტი. გარწმუნებთ, იმიტომ რომ ჩვენ საზოგადოებიდან წამოსულ პროტესტს პასუხობთ და აბსოლუტურად სწორი ინსტინქტი მაქვს, ნამდვილად შემიძლია გითხრათ და თავის ქებაში ნუ ჩამომართვეთ, მაგრამ აბსოლუტურად სწორი შეფასებები პოლიტიკური, რა განწყობა არის ჩვენს მოსახლეობაში და რა პრობლემები არის ჩვენს მოსახლეობაში, იმიტომ რომ ცით რა ხალხი ძალიან კარგად ხედავს ძალიან ბევრ რამეს და ძალიან კარგად ხედავს როგორი საფრთხეები არის მოსალოდნელი ამ ქვეყანაში, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც ქვეყანა აბსოლუტურად არასწორი მიმართულებით მიდის, როდესაც ქვეყანას არც ერთი მიმართულებით არ აქვს პრაქტიკულად სწორი ამოცანა და სწორი გადაწყვეტა პრობლემების, მათ შორის არც ეკონომიკურიც, მე შემიძლია აქ რამდენიმე ციფრი გითხრათ და ეკონომიკაში გარკვეული ადამიანები ძალიან მარტივად მიხვდებიან, რაზე არის ეს ყველაფერი გათვლილი. მიმდინარე წლის ბიუჯეტის ბოლო რედაქციით იზრდება, ასე ვთქვათ, რკინიგზაზე დასახარჯი თანხები 600 მილიონით. 6 თვე არის წლის ბოლომდე დარჩენილი და გამოდის, რომ ნუ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ დაახლოებით 1 თვე ტენდერს დასჭირდება, ყოველ თვეში საქართველომ უნდა დახარჯოს 4 მილიონი რკინიგზის რეაბილიტაციისათვის. ოდნავ ჩახედული საქმეში ადამიანი ინგა აბსოლუტურად ნათლად მიხვდება იმას, რომ საქართველოს არ გააჩნია ის რესურსი, რომ 4 მილიონი ეხლა რეაბილიტაციის სამუშაოებში ერთ თვეში ხარჯოს. ხდება ის, რომ რკინიგზა მზადდება გასაყიდად, ხდება ის, რომ ამ 500 თუ 600 მილიონიდან ძალიან სერიოზული თანხები ჩამოიწერება და წავა შავი ფულის სახით ხელისუფლების და რეჟიმის გამყარებისაკენ და ხდება ის, რომ პრაქტიკულად მოხდება ამ თანხების ჩამოწერა. ასევე შემიძლია ერთი ძალიან მწარე მაგალითი გითხრათ, რომელიც მე დარწმუნებული ვარ, რომ ნებისმიერ ადამიანს ძალიან მწარედ მოხდება, თვალი სოფლიო ბანკის და სოფლიო სავალუტო ფონდის შეფასებებით 2009 წლიდან 2014 წლამდე გაკეთდა ანალიზი, რომელი ქვეყანა როგორ განვითარდება მსოფლიოში. და ჩვენ ვართ ძალიან მცირე იმ ქვეყანათა შორის, ნიკარაგუასთან ერთად სხვათა შორის, რომელიც ნამდვილად არ არის საამაყო პარტნიორი, რომელიც დარჩება 0,03%-ზე მსოფლიოს მთლიანი შიდა პროდუქციის მოხმარების მიხედვით და ერთადერთი არა, მაგრამ იმ მცირე გამონაკლის ქვეყნებში ვართ, რომლის ზრდაც პრაქტიკულად შედარებითი ზრდა ეკონომიკური განვითარებით თუ ასე წავა ჩვენი ეკონომიკის განვითარება, თუ ასეთი ნაბიჯები და ასეთი გადაწყვეტილებები როგორიც ეხლა არის ხელისუფლების მხრიდან აბსოლუტურად პიარ აქციები, არაფერი დაფუძნებული რეალურ ეკონომიკურ ზრდაზე და რეალურ ეკონომიკურ გადაწყვეტილებებზე განვითარდება
შუა აზიის სახელმწიფოები, განვითარდება აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოები, ძალიან ბევრი სხვა სახელმწიფო, ჩვენ განვითარების დონეზე დავრჩებით პრაქტიკულად იმავე მდგომარეობაში, რა მდგომარეობაში მაგრამ ეს მდგომარეობა, რა მდგომარეობაზეც თქვენ საუბრობთ, იგივე ადამიანის უფლებები, პოლიტიკური კრიზისი და ასე აღარ ჩამოვთვლი ხა მთელი ამ 9 აპრილიდან მოყოლებული, რაზეც ჩვენ გვისაუბრია არაერთხელ. ამ ფონზე მაინც ბაიდენის ჩამოსვლას მინდა ისევ მიუბრუნდე. როგორ შევაფასოთ ეს ქალბატონ ნინო? ეს იყო სააკაშვილის ხელისუფლების მხარდაჭერა თუ არა? მოდით პირდაპირ მიპასუხეთ, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ გავიხსენებ, რა თქვა მან, ძალაუფლების გადაცემა უნდა მოხდეს მშვიდობიანი დემოკრატიული პროცესების შედეგად და არა ქუჩის აქციები. უკაცრავად რამე სხვა თქვა, რასაც გარდა იმისა, რასაც ჩვენ ვამბობთ, ჩვენ სწორედ დემოკრატიული პროცესებით ვითხოვთ ძალაუფლების გადაცემას. ინგა ჩვენ ვითხოვთ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებს. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები არის აბსოლუტურად დემოკრატიული პროცესი, ეს არის აბსოლუტურად საარჩევნო პროცესი და ჩვენ სხვას არაფერს არ ვითხოვთ. და სხვათა შორის ეს ხაზგასმით ითქვა კიდევაც ჩვენის მხრიდან, როცა ახსნა კეთდებოდა ბატონ ბაიდენთან შეხვედრის დროს, რომ ჩვენ სწორედ რომ საარჩევნო პროცესით ვითხოვთ ცვლილებებს. ჩვენ ოპოზიციას რომ სხვაგვარად გვდომოდა ცვლილებების განხორციელება, გარწმუნებთ, რომ 9 აპრილიდან დღემდე ძალიან ბევრჯერ იყო იმისი შესაძლებლობა, რომ ძალისმიერი მეთოდებით ყოფილიყო განხორციელებული ქმედებები და თქვენ ეს ძალიან კარგად იცით, უბრალოდ დროის სიმცირის გამო ამას არ დაუბრუნდებით, მაგრამ სწორედ ოპოზიციამ ძალიან დიდი პასუხისმგებლობის გამო, იმის გამო, რომ ამ ქვეყნის დანგრევა არ გვინდა და ხელისუფლების შეცვლა გვინდა ქვეყნის გადასარჩენად, ყოველთვის უკან დავიხიეთ რადიკალურ ნაბიჯებზე და ძალისმიერ მეთოდებზე. ჩვენი ბრძოლა არის ძალიან დემოკრატიული, ჩვენი ბრძოლა არის ძალიან სამართლებრივი და ძალიან სამართლიანი და დიახ, ჩვენ ვითხოვთ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებს და ამ არჩევნებს აუცილებლად მივახცევთ. ეხლა ერთი რაც ძალიან მნიშვნელოვანია და არ შეიძლება ალბათ რომ არ ითქვას, ინგა რაც თქვენ კითხვა დასვით, ვის მხარდასაჭერად იყო ბატონი ბაიდენი ჩამოსული. ერთ მნიშვნელოვნად საქართველოს მხარდასაჭერად, ქართველი ხალხის მხარდასაჭერად და უკაცრავად, მაგრამ მაჩვენეთ ერთი ფრაზა ბატონი ბაიდენის გამოსვლიდან ან რომელიმე გამონათქვამიდან, სადაც მან პოლიტიკურ გამოსვლაში დააფიქსირა პირადად სააკაშვილის ან მისი გუნდის მხარდაჭერა. ეს იყო საქართველოს მხარდაჭერა, მაგრამ აქვე ერთი რამ შემიძლია გითხრათ. ჩვენ ერთი რამ უნდა ვიცოდეთ. ჩვენ მივიღეთ ძალიან დიდი მხარდაჭერა დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით და არ ჩამოვყვები იმ დეტალებს, ვიცი რომ ქალბატონი სალომეა ჩემს შემდეგ და ძალიან კარგად გააკეთა მან ამის ანალიზი. რა კონკრეტულად რა განცხადებები გააკეთა ბაიდენმა დემოკრატიის რეფორმების თვალსაზრისით. წაიკითხეთ თუ გნებავთ ბატონი ობამას გამოსვლა აფრიკის ერთ-ერთ სახელმწიფოში, სადაც მან აფრიკელებს მოუწოდა რომ აფრიკას ჭირდება არა ძლიერი ხელი, არამედ დემოკრატია და მე არ ამგონია რომ აფრიკაზე ნაკლები ამბიცია უნდა გქონდეს ჩვენ დემოკრატიული თვალსაზრისით და კიდევ ერთ რამეს გეტყვით. უდიდესი პატივისცემით ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან და დიდი მადლობის გრძნობით, რომ ასეთი დიდი მხარდაჭერა გამოუხატა ჩვენს ქვეყანას. ნუ და გავიწყდებათ, ინგა. შარშან არანაკლები მხარდაჭერა გქონდა ჩვენ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, შეიძლება პირადად სააკაშვილს მეტი მხარდაჭერაც კი ჰქონდა, მაგრამ ხელისუფლების უგუნურმა მოქმედებამ ჩვენ ჩაგვითრია იმ ომში, რომელიც ქვეყნისათვის დამთავრდა კატასტროფით და რადიკალურად ამერიკის შეერთებული შტატები ამაში ვერ ჩაერია. ამიტომ ჩვენ თავს ჩვენ უნდა მივხედოთ. მე ძალიან კარგად ვიცი, როგორ უნდა განვითარდეს ქვეყანა ხვალინდელ დღეზე. დღისათვის მე ძალიან კარგად ვიცი, როგორ უნდა განვითარდეს აქციები იმისათვის, რომ ქვეყანა კი არ დაინგრეს ის კლანური სისტემა, რომელიც ამ ქვეყანას საფრთხის ქვეშ აყენებს და ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავიმახსოვროთ. ჩვენი მეგობრების რჩევაც უნდა მოვისმინოთ, ნეიტრალური ადამიანების მოსაზრებებიც მტრებსაც კი უნდა მოусმინოთ და გავიგონოთ რას გვეუბნებიან, მაგრამ გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ ჩვენი გამოცდილებიდან და ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და მე ასეც ვაპირებ რომ ქალბატონ ნინო, ეს არის ამ სეზონის ბოლო გადაცემა და გადაგიხადეთ მადლობა სექტემბრამდე გემშვიდობებით. დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენი სტუმარი. მაშინ ეს იყო ნინო ბურჯანაძე, 2 წუთში კი ჩვენი გადაცემის სტუმარი იქნება შემდეგი სტუმარი ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი. რა სიტყვის იგი ამბობდა საპროტესტო მიტინგზე, რომ დაგეგმილია ახალი ტალღა, რა ახალ ტალღაზე საუბრობს და თავად რა შეფასებას მისცემს ბაიდენის ვიზიტს. ეს იყო კონკრეტულად სააკაშვილის ხელისუფლების თუ ქვეყნის მხარდაჭერა. რამდენიმე წუთში ეთერში ვარ. რა მოხდა რომ ყოველ დღე საინფორმაციო მიტინგი არ იქნება? დავრეგისტრირდეთ ერთ ორგანიზაციაში. დაგვიბრუნდება გია, ჯამთელი, ჩვენ აღვიდგენთ ძალებს და დავიწყებთ თავიდან. ეს არის ახალი სტრატეგია, დიახ, მერაბიშვილო. იწყება სრულიად ახალი ბრძოლა, სადაც საჭირო იქნება ჩვენი იქნებით დამკვირვებელი ძალა. რატომ დაასრულა ოპოზიციამ ყოველდღიური საპროტესტო გამოსვლები? რატომ აიღეს საქმები და რა შედეგი დასრულდა მათთვის 9 აპრილს დაწყებული მიტინგები მოწოდებით მიშა წადი? პასუხებს ამ პროტესტის ყველაზე აქტიური ლიდერი სალომე ზურაბიშვილისგან მოვისმინეთ. როდესაც საქმე ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალ ბედს, გადამწყვეტი იქნება
ხარად ქუჩაში ველოსი შეჯიბ და მე მგონი ყველაზე უწმინოების კი დაგმინდნენ რომ ამისი ახარავით არ ეშინია მით უმეტეს რევოლუციის დიდ მოსულ თავრობასა ხელისუფლებას მისი იმედით თავაზობს ხელისუფლება ოპოზიციას პარლამენტში უკან შეხვას და დახეული მანდატების აღდგენას. აქვს თუ არა უმრავლესობას გარანტიები, რომ ოპოზიცია პარლამენტში დაბრუნდება. პასუხები რუსუდან კერვალიშვილისგან. ცხელი პოლიტიკური კვირა საქართველოში და კვირის შეფასებები. პოლიტიკოსი ქალები პოლიტიკურ კვირაში. პირდაპირ ეთერშია სეზონის ბოლო პოლიტიკური კვირა. შემდეგი სტუმარია ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი. მე მას დიდ მადლობას გადავუხდი გადაცემაში მობრძანებისთვის. საპროტესტო აქციები ყოველდღიურად აღარ გაიმართება. საკნებისგან თავისუფალია რუსთაველი, ქალბატონ სალომეს კი თავისი ცნობილი ყელსახვევი უკეთია მაინც და პიჯაკი. თქვენ თქვით, რომ ამას არ გავიხდი და არ შევიცვლი ამ იმით იქამდე, ვიდრე არ წავა სააკაშვილი. როდემდე აპირებთ ამ ფორმაში? ამას გეტყვით წასვლამდე. კარგით. ქალბატონ სალომე, ეს ისე უბრალოდ რეპლიკის სახით, თან მართლა მაინტერესებს ერთი და იგივე იმიჯი, თქვენი ჩათქმული პირობა, რომ სანამ არ წავა სააკაშვილი, მე ესე უნდა ვიყო. მე მინდა თქვენგან მოვისმინო შეფასებები ბაიდენის ვიზიტთან დაკავშირებით და დაგისვათ ერთი ასეთი კითხვა. ერთგვარად უცნაურად ხომ არ ჩანდა, როდესაც თქვათ იგივე ოპოზიციის ლიდერები შეხვდნენ ბაიდენს და იქ არ იმყოფებოდა ოპოზიციის ერთ-ერთი გამოკვეთი ლიდერი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც იყო და არის დიპლომატი, იყო საგარეო საქმეთა მინისტრი და ასე შემდეგ. რა სიტყვით თქვენ რით იხსნით იმას, რომ ლევან გაჩეჩილაძე, ნინო ბურჯანიძე, ირაკლი ალასანია და გიორგი თარგამაძე იყვნენ იმ შეხვედრაზე და არა სხვა ლიდერები, თუნდაც თქვენ? მე რა ვიცი. მაგრამ თუ აუცილებელი არის რაღაცა ახსნის ალბათ იგივე ახსნა იქნება ამ შემთხვევაში, როგორიც მაშინ, როცა შედგა სააკაშვილთან ერთადერთი ოფიციალური ოპოზიციის შეხვედრა და მთელი ღამე მიდიოდა ჭიდაობა იმაზე, რომ მე ვიქნებოდი თუ არ ვიქნებოდი. ალბათ იმავე მიზეზი, რატომაც ბოლოს ვერ თქვეს კი იმ შემოთავაზებულ ადგილზე შინაგან არა მე ვლაპარაკობ ახლა აქ ამერიკის საელჩოსთან რომ შეიძლება რაღაცების მოლაპარაკება არა ეს მოდის ჩვენი ხელისუფლებიდან ნათელი არის მე მგონი მაგრამ დიდი მნიშვნელობა არ აქვს თუ ამათ გონიათ რომ იმითი რომ მე არ ვიყავი ბაიდენთან ის რაც არის სათქმელი და რაც უნდა მივიდეს ამერიკის პრეზიდენტის და ვიცე-პრეზიდენტის ყურებამდე არ მივა და თუ იმათ გონიათ იმითი რომ ხალხს საშუალება არ მისცეს რომ შეიკრიბოს თავისუფლების მოედანზე ვერ გაიგო ამერიკამ რომ ხალხი მოვიდა თუნდაც ფილარმონიაზე და ტანკებით და პოლიციით რომ დაუშალეს მისვლა თავისუფლების მოედანზე რა სიმბოლო არის თავისუფლების მოედანზე ხალხს არ შეუძლია რომ მივიდეს რომ მიესალმოს ამ ქვეყნის ყველაზე დემოკრატიულ პარტნიორს ასეთი სიმბოლოები არც არ ქრება. ხო, ბევრს გაუჩნდა ეს კითხვა, რომ ოპოზიციასთან შეთანხმებით ხომ არ იყო ეს ყველაფერი, იმიტომ რომ მე დავაკონკრეტებ, ზუსტად იმ დღეს ხდება საკნებისგან, თქვათ, რუსთაველის გათავისუფლება და შემდეგ კეთდება განცხადებები, რომ აი იგივე მიტინგები აღარ გაგრძელდება. ანუ ხომ არ იყო ეს ყველაფერი შეთანხმებული ერთმანეთთან ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. როგორც შემიძლია ვთქვა მთავარი ინიციატორი თავისუფლების მოედანზე ამ შეკრების შემიძლია ვთქვა რომ არაფერი არ იყო არა მხოლოდ შეთანხმებული არც არანაირი გაფრთხილება არ ყოფილა წინა დღეს რომ იქ არც საელჩოსგან სხვათა შორის და არც ცხადია ჩვენი ხელისუფლებისგან არ ყოფილა არანაირი გაფრთხილება თორე ჩვენ გადავიტანდით იმიტომ აქ მთავარი იყო ხალხის შეკრება, ძალიან ბევრი ხალხი იყო მოწადინებული რომ მოსულიყო, ძალიან ბევრი ხალხი გაწვალდა, ძალიან ბევრი და მინდა მათ დიდი ბოდიში უთხრა დღეს აქიდან, ვინც ვერ წამოვიდა, იმიტომ რომ ბოლო წუთში მეტრო გადაიკეტა და ეს არის სრულიად მიუღებელი, მე არ ვიცი რომელ დედაქალაქში შეიძლება რომ ასე გაუფრთხილებლად. მე არ ვამბობ რომ უსაფრთხოების ზომები არ უნდა იყოს მიღებული, მაგრამ დახვდა ბაიდენს გადაკეტილი ქალაქი, ტანკებიანი ქალაქი, პოლიციით გავსებული ქალაქი
და ეს არის კრახი. ვისი კრახია ქალბატონო სალომე, იმიტომ რომ თქვენი პარტნიორები მე ქალბატონ ნინოსაც დაუსვი ეს კითხვა, არ შემოგიერთნენ. წინა გადაცემაში ირაკლი ალასანია უკვე აცხადებდა, რომ იგი ამ მიტინგს თავის პარტნიორებთან ერთად, ახალ მემარჯვენეებთან, რესპუბლიკეებთან არ შეუერთდებოდა. იქ არ იყო ასევე ფორუმი. ანუ ნახევარზე მეტი ოპოზიცია არ მოვიდა. და აი ვისი კრახია ამას გეკითხები? ეს არ არის ნახევარზე მეტი ოპოზიცია, ასე ვერ ვიტყვით. ნახევარი გნებათ რა მნიშვნელობა აქვს? აი ეს ადამიანები ჩვენ ვიეთვლით ხალხს. ხალხი ყოველთვის არ მიყვება ოპოზიციურ პარტიებს, მითითებებს. ზოგჯერ პარტია ამბობს, რომ მე არ მივალ და ხალხი მოდის. ხალხი მოდიოდა უზომო ზომით. ის რომ გადაკეტეს მეტრო, ეს ყველაფერი ნიშანი არის იმისი, რომ ძალიან არ მოწონდათ ეს მისალმება და ეს დამადასტურებელი ფაქტი, რომ აქ არის დემოკრატიული საქართველო. ძალიან ბევრი ხალხი მოვიდა იმის მიუხედავად, რომ გადაკეტილი იყო მთელი ცენტრი ქალაქის და ბევრმა გაიარა რაღაც კილომეტრი და ძალიან შტამბეჭდავი სურათი იყო სხვათა შორის ის ხალხი, რომელიც მოდიოდა და ავტობუსების შორის, ტანკების შორის გამოდიოდა მაინც და მოდიოდა იმ ადგილას. კარგით, მაგრამ ვისი კრახია მთელი ის პროცესები, მოდით მითხარით, რომელიც დაიწყო 9 აპრილიდან დღემდე. მე მაინტერესებს არა ბაიდენზე ბევრი კითხვა უნდა დაგისვათ, მაგრამ აქ მინდა რომ ჩაგეკითხოთ, თქვენ ბრძანეთ რომ ეს არისო სააკაშვილის კრახიო. მოდით გავიხსენოთ როგორი ოპტიმიზმით საუბრობდა სალომე ზურაბიშვილი 9 აპრილის წინა დღეებში. რა სიტყვით დღეს? ხო, მე ვიყავი ოპტიმისტით აღსავსე და დღეს ვარ კიდევ უფრო ოპტიმისტი. მე შემიძლია ვთქვა დღეს რომ ნახევარი გზა გავლილი არის. 100 დღე, 110 სინამდვილეში 107 ბოდიში 107 ზუსტად ეს იგი ჩვენ შორის არის კონსენსუსი ჩვენ გავიარეთ ძალიან რთული გზა ის რასაც ვამბობდი მე ვარ განცრიფებული ქართული ხალხით მოთფინებით ის რაც ჩამოყალიბდა ეს საზოგადოება ის შეგნება რაც დავინახე იმ ხალხის თვალში თუნდაც 22 ივლისს როცა მოვიდნენ ამ ყველა დაბრკოლების მიუხედავად ჩამოყალიბდა საზოგადოება რომელმაც იცის რა უნდა რომელიც არის სრულიად შეგნებული რომელიც დგას და ვერაფერი ვერ გაუკეთეს რა არ გაუკეთეს იმისთვის რომ ჩვენ გადავსულიყავით ამ ერთ მხარეზე რასაც ქვია გამოსვლა კონსტიტუციურ ფარგლებიდან და წასვლა რაღაც ავენტურაზე გადატრიალებაზე და არ ვიცი რაც არ იყო ჩვენი გზა რა არ გაუკეთეს იმითი რომ აი იშლება დაიშალა არ დაიშალა როგორ თუ კი ისინი აცხადებენ რომ ამიერიდან თქვათ აღარ უერთდებიან ამიერიდან რა კონკრეტულ მიტინგზე იყო საუბარი მაგრამ ძალიან მნიშვნელოვან პოლიტიკურ დღეს აღარ იყვნენ ალასანია ახალი მემარჯვენეები ძალიან რადიკალები იყვნენ მთელ ამ პროცესებში არა მე მინდა თქვენი შეფასება მომისმინე ოპოზიციასთან მიმართებით. ოპოზიციასაც ის არ გამიგო თითქოს ძალიან მონდომებული ვიყო რომ ოპოზიცია დაიშალოს. უბრალოდ ეს ხომ ფაქტია აღარ ვერ დაიშლება, იმიტომ რომ არ იყო იმ ტიპის ერთიანობა, რომელსაც ძალიან ხელისუფლება ყველანაირად უბიძგებდა იმას, რომ უთუოდ უნდა გაერთიანდეთ, მერე რომ დაგშალონ და ჩვენ არც გავერთიანდით და არც დავიშალეთ. ის მიზანი, რომელიც გვაერთიანებს, რჩება. დანარჩენი ეს იყო 9 აპრილამდე. 9 აპრილამდე არ იყო, რომ რამდენი ამბობდა, რომ არ მოვალთ და სხვა ტაქტიკა. დღესაც რჩება ეს ტაქტიკური სხვადასხვაობა და ფორუმი მიდის კუბლაშვილთან, მე ნამდვილად არ წავალ კუბლაშვილთან რეგიონებში, დღეს ვიყავი და ვიყავი მარტო. ასე მირჩევნია. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არა ვართ ერთიანი იმ მიზნისკენ და რაც მთავარი არის, ქართველი ხალხი არის როგორც არაზროს გაერთიანებული ამ მიზნისკენ. მიზანი ნახევრად რატომ არის მიღწეული? მიზანი ნახევრად არის მიღწეული ერთი, იმიტომ რომ ეს საზოგადოება შედგა და იცის რა უნდა და არსად არ წავა და მეორე, იმიტომ რომ ხელისუფლება არის ჩამოშლილი. ასე ფიქრობ თქვენ? იმიტომ რომ ხელისუფლება გადასახედიდან ასე ჩანს ქალბატონო სალომე. ჩამოშლის ხელისუფლებას რომ კითხო, ასე გეუბნებიან ხელისუფლების წარმომადგენლები, რომ ოპოზიცია უფრო გავსო, იმიტომ რომ თქვათ ისინი დღეს ერთად აღარ არიან, სხვა ჩვენს თქვენ როცა ამბობთ რომ ყველას გქონდაო ჩვენი განსხვავებული სტრატეგია და ეს არის რაღაც ერთგვარი სტრატეგიის ნაწილი, ხო, რომ დღეს იმ მიტინგზე ერთად არ იყავით. მე უბრალოდ გამახსენდა ქრისტიან დემოკრატები
ლამის შეაჩვენეს და მოღალატეები ეძახეს, იმიტომ რომ ოპოზიციის დანარჩენმა ნაწილმა, იმიტომ რომ ისინი არ იდგნენ მაშინ მიტინგზე თქვენს გვერდით და დღეს როდესაც იგივე აი ალასანიას ალიანსი არის არა, იმიტომ ეს არ იყო მიტინგი, ამას ჰქონდა სხვა დანიშნულება, მისალმება ამერიკის მიმართ და ჩვენი ადგილის დადასტურება, ეს არ იყო იმ თავარ მიზნის, მიმავალი მიზნის ახალი არჩევნები და შეიძლება სხვას გაიგოს სხვანაირად. იმათ ეშინოდათ, რომ პროვოკაცია იქნებოდა. მე ვთვლი, რომ პოლიტიკა არის რისკის ნაწილი და თუ ხარ პოლიტიკაში, უნდა აიღო ეს რისკი და იცოდე იმ მომენტში რა სიტყვი. მაგრამ დაუბრუნდეთ ჩაშლას ხელისუფლების. ბატონო, ჩაშლა ხელისუფლების, ამითი დავასრულოთ ეს ჩვენი 100 დღიანი რომ შევაჯამოთ რა მოხდა და რას მივახციეთ. ჩაშლილი არის ხელისუფლება, იმიტომ რომ ხელისუფლება ვეღარ მართავს ქვეყანას. იმას აქვს მხოლოდ ორი ინსტრუმენტი, ერთი არის პიარი და პროპაგანდა, რომელსაც არის გადასული მთლიანად და ხარჯავს და სასახლე არის ნაწილი ამ პროპაგანდას და დაუბრუნდები ამ მეორე ფიასკოს, რასაც ქვია სასახლე. ფიასკოა სასახლე. ბაიდენი და სასახლე არის სრული ფიასკო, მაგრამ დაუბრუნდებით ამას. ეს პიარი პროპაგანდა არის ერთი მისი მოქმედების ფორმა და მეორე არის მუქარა ინტიმიდაცია, ის ახალი კანონი, რომ დაგიჭერთ სამი თვით გადაგახტევინებთ და ნახავთ, რასაც ნახავთ. რასაც ქვია ქვეყნის მართვა, რასაც ქვია ქვეყნის გამოყვანა კრიზისიდან, რაც არის პირველი და ერთადერთი და მთავარი დანიშნულება ხელისუფლების ქვეყანაში, რომ მე ამ ქვეყანას რაღაცა ვუყო, არის ძალიან ცუდ დღეში, ყველა მხრიდან. რაღაცნაირად მე ამ ქვეყანას უნდა ჩემი ბერკეტებით უშველო. თავაზობთ, შევიდესო ოპოზიცია. მე არ ვლაპარაკობ, დაივიწყეთ ოპოზიცია. ოპოზიციაზე კი არ ვლაპარაკობ, ვლაპარაკობ ხელისუფლება და ქვეყანა. ამ ქვეყანას ეს ხელისუფლება ვერაფერს ვეღარ უშვება. ჩვენ კი გიშვება. პროპაგანდა არის ჩვენთვის, ჩვენზე გულანძღავს დისკრედიტაცია ყველანაირი და მუქარა და ინტიმიდაცია და ნახავთ, რასაც ნახავთ. ქვეყანას ვერაფერს ვეღარ უშვება ეს ხელისუფლება. ჩვენ რო გავქრეთ და გავქრებით ცოტა რამდენიმე დღით, ჩვენ რო გავქრეთ. ეს ხელისუფლება, გეტყვით მე, ეს ხელისუფლება ამ ქვეყანას, მის ეკონომიკას, მის პოლიტიკას, მის სოციალურ არ ვიცი რა სიტყვით უნდა აღწეროთ ის მდგომარეობა დღეს მოვდივარ საგარეჯოდან და რა ხდება ამ ქვეყანაში ვერაფერს ვერ უკეთებს აღარ მართავს აღარ იღებს ერთი ზომა არის მიღებული ამ ხელისუფლების პარლამენტის თავმჯდომარე მოვა თქვენთან ვიცე-სპიკერი ერთ-ერთი და კითხეთ რა გააკეთა ამ პარლამენტმა იმისთვის რომ ეს ქვეყანა გამოვიდეს თავისი უსაძლის მდგომარეობიდან ამ კითხვას მე ქალბატონს დავსავ ქალბატონს მაგრამ რა გააკეთაო და იქ თავაზობ თქვათ ინიციატივით გამოდის რომ შემოვიდეს ოპოზიცია არა გააკეთაო და ერთად გავაკეთო მე გავაკეთებ როცა ჩვენი დრო მოვა დავივიწყოთ ოპოზიცია ესენი ხო გულანძღავენ ხან რუსეთის აგენტი ვართ და ხან არაფრის მაქნისი და ხან საერთოდ არ ვარსებობთ და მიდის იგნორირება თვითონ გააკეთონ ხო აქვთ უმრავლესობა კონსტიტუციური უმრავლესობა ყველა ბერკეტები უზარმაზარი ის ბიუჯეტი რაც იყო მილიარდი ბატონი ბაიდენის რომელიც არავინ არ იცის როგორ დაიხარჯა იხმარონ ეს ყველაფერი და გვაჩვენონ როგორ რა შეუძლიათ გარდა კიდევ ერთხელ მახვილი და ინტიმიდაცია თუ რაც არის. ვერ მართავენ ამ ქვეყანას და კიდევ ერთი რამე მინდა ვთქვა, რომ ძალიან ნათელი იყოს. პირველი თქვენ ახევარი ამათი რეაქცია ჩვენ აქციებზე სულ რეაგირებაში არიან, სხვა არაფერს არ აკეთებენ. იყო დაშეშება. ძალიან ნათელი იყო, გვახსოვს ყველას კარგად. მეორე ნაწილი, მეორე თქვენ ახევარი არის რა? აჟიტირება. არბის სახურავზე ჩამორბის გორაობს იატაკზე არბის იქა ხვდება ხალხს მაგრამ იგივე რჩება გადაწყვეტილების მიღება მართვა ქვეყნის ეს დამთავრებულია და დამთავრებული არის ძალიან დიდი ხნით და რატომ არა ოპოზიციის მხოლოდ გამო იმიტომ რომ ნდობა რომ მართო ქვეყანა ხელისუფლებას სჭირდება ორი რამ ერთი არის ლეგიტიმურობა რომელიც დაკარგა ომში მეორე არის ნდობა რომელიც დაკარგა და ნდობის დაბრუნება არ არის მარტივი საქმე. ამას უნდა არ ვიცი რა, სასწაული.
რომ სააკაშვილმა და მის გუნდმა ამდენი ტყუილის მერე დაიბრუნოს დობა ხალხის. ამიტომ არის გაყინული ეს ქვეყანა და ეს არის მიღწევა ამასი დღის. ეხლა გადავიდეთ შემდეგ. მე უნდა დაგისვა ბაიდენთან დაკავშირებით, თუმცა წეგან თქვენ თქვით, რომ აი არბისო სახურავზე შემდეგ ჩამორბისო და ასეთი ემოციური, ასეთი პათეტიური იყო ხოლმე სააკაშვილის ყოველი გამოსვლა, მაშინაც კი ვიდრე იგი პრეზიდენტი გახდებოდა და როდესაც თქვენ ჩამოგვიდით და ვიგვედი დადექით, ხო, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი. მაგრამ აკეთებდა რეფორმებს იწყებდა, იყო რაღაცა მოძრაობა ქვეყანაში, ამას ვერავინ ვერ უარყოფს. ეხლა არის ყველაფერი გაშეშებული, გაყინული და თვითონ იპერაქტიულად მიდის მორბის და აღარ იცის რა გააკეთოს. კარგი, და აი კითხვა, რომელიც ეხლა უნდა დაგისვათ, ამის მიუხედავად, როგორ შევაფასოთ? აი თქვენ რა ვერსიას მოგვაწვით, რა შეფასებას უფრო სწორედ? რა იყო ბაიდენის ვიზიტი საქართველოში და რა შეცვალა? ან შეცვალა თუ არა რაიმე ქართულ პოლიტიკაში? მოლოდინი არ იყო, რომ ბაიდენი შეცვლიდა. ეს ამათი შექმნილი მოლოდინები თვითონ უპასუხო. რა იყო ბაიდენის ვიზიტის მთავარი მესაჟი? ეს არის ჩვენთვის, რაც არის მნიშვნელოვანი, ესე იგი იმან დაუჭირა მხეარი ამ რეჟიმს და სააკაშვილს თუ რა თქვა, რის საფრთხელად მოვიდა ახალი წარმომადგენელი ახალი ამერიკის ადმინისტრაციის. ძალიან ნათელი არის რაც გააკეთა. ძალიან დახვეწილი. როგორც პროფესიონალი დიპლომატი მე უყურებ გაოცებულ თვალებით იმდენად დახვეწილია და იმდენად ზუსტი წერტილები დასვა, სადაც საჭირო იყო. ჯერ ერთი თქვა, რომ მე არაფერი სხვა გარდა ჩემი გამოსვლა პარლამენტში. არანაირი ერთობლივი პრესკონფერენცია, რომელიც იქნებოდა ნიშანი, რომ ჩვენ ერთად გამოვდივართ ხალხის წინაშე და ასე შემდეგ. მე რაც მაქვს სათქმელიო, ვიტყვიო ერთ სიტყვაშიო. და ის ერთი სიტყვა და დავუკვირდით იმას თუ რა მოხდა იმ ერთი სიტყვის დროს. რას გულისხმობთ ხალბატონო? ძალიან ნათელი იყო. პირველი ნაწილი მესაჟი არის ორი და ორივეს მე მთლიანად მხარს ვუჭერ და ვარ უბედნიერესი, რომ ამერიკა ჩამოვიდა აქა ამის სათქმელად. პირველი ნაწილი არის, რომ ჩვენ საქართველოს სახელმწიფოს, მის საზღვრებს, მის კონფლიქტურ რეგიონებს და ასე შემდეგ მხარს ვუჭერთ. არაზროს არ ვაღიარებთ და ეს არაზროს არ მოხდება აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს. ჩვენ ვიქნებით თქვენს გვერდით, ოღონდ ჩვენ არ ვიქნებით, ეს არ ნიშნავს, რომ ვართ კონფრონტაციაში რუსეთთან, მაგრამ გარიგება საქართველოს ზურგზე, როგორც ზოგს ეშინოდა ამისი, ეს არ მოხდება. ეს არის პირველი ნაწილი და პარლამენტში, როგორც ძველ საბჭოთა პერიოდში ვართ მიჩვეული, ადგომა და ტაში მხურვალე და ასე შემდეგ. კიდევ ერთხელ გაგახსენოთ მხურვალე ტაში სააკაშვილს, როცა თქვენ იყავით მისი მინისტრი. მოიცადეთ, გეტყვით. მოიცადეთ ბოლომდე. ეს არა საინტერესო. კი ბატონო, 10 ჯერ. მაშინ დისკომფორტი აქვს. 10 ჯერ. მე არა მაქვს ამაზე დისკომფორტი, მეც ავდგებოდი და დაუკრავდი ტაშს. 10 ჯერ დაუკრეს ტაში ამ ნაწილში. მერე იწყებს კაცი მეორე ნაწილს, რომელიც ეხება დემოკრატიას. და ამბობს რომ ვარდების რევოლუციის, რასაც ვამბობთ ჩვენ, რასაც ვამბობ მე პირადად, ვარდების რევოლუციის დროს ის დანაპირი არის ის, რაც მემჯეროდა და რასაც ველოდები და ამბობს, რომ ის დანაპირი უნდა შეასრულოთ. კი არ ამბობს, რომ ნახევრად შეასრულეთ, კარგი არის ბიჭებო და მიდით და კიდევ არის გასაკეთებელი. ამბობს, რომ უნდა შეასრულოთ. და მერე მოდის მთელი რიგი, როდესაც ხელისუფლება იქნება გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და მთლიანად მონაწილეობითი მაშვენ, როდესაც საკითხების განხილვა მოხდება ამ ორგანოს პარლამენტის შიგნით და არა მხოლოდ გარეთ ქუჩაში, არ ამბობს, რომ ქუჩაში არ უნდა იყოს, მხოლოდ იქ არ უნდა იყოს, ესე იგი ეს ნიშნავს, რომ დღეს აქ შიგნით არ არის პრობლემების განხილვა და აგზელებს და როდესაც ყველასთვის თანასწორი პირობების მიმცემ საარჩევნო სისტემას შექმნითო, ის კი არა რომ გაუმჯობესებთო, შექმნითო. და კიდევ ხა მთლიანად მედია იქნება თავისუფალი და როდესაც იქნება სასამართლოები თავისუფალი გარეზე გავლენის მაშინ იქნება დასრულებული მაგრამ იგი აქვე ამბობდა რომ ხელისუფლების გადაცემაო ძალაუფლების გადაცემა უნდა მოხდეს მშვიდობიანი დემოკრატიული პროცესების შედეგად და არა ქუჩის აქციები. უკაცრავად ინგა, უკაცრავად რატომ ვართ 2 წელიწადი გარეთ ქუჩაში? იმიტომ რომ ეს გვინდა. ჩვენ რო გვინდოდეს გადატრიალება და რო გვინდოდეს რაღაცა ძალადობა და იარაღი, სხვანაირად მოიქცევოდით და შეიძლება უფრო
ჩქარა მოხდებოდა, მაგრამ ქვეყანაც დაინგრევოდა და იმიტომ რომ ეს არ გვინდა, იმიტომ ამას სჭირდება დრო და 100 დღე ჯერ და მე შეიძლება კიდევ 100 დღე ან კიდევ რაღაცა. მაგრამ ამას რო ამბობს, უფრო მნიშვნელოვანი ეს არის. ამას რო ამბობს ბაიდენი. ჩვენი გადასარევი პარლამენტი ზის გასუსული არც ერთი ტაში. არც უმრავლესობისგან, რომელიც არის ამ ქვეყანაში დემოკრატიის მომტანი, ხო? თავარი ძალა. ჩვენ არაფერი არ ვართ უკან მიმხედვი რაღაცა საბჭოთა, ნეოსაბჭოთა. არც იქ მჯდომარე ოპოზიციისგან. არავინ ტაშს არ უკრავს ამერიკის ვიცე-პრეზიდენტს, როცა ის ლაპარაკობს დემოკრატიაზე. ეს თუ არ არის ნიშანი, მაშინ მე არაფერი აღარ მესმის იმისი და რაც მთავარი არის ბაიდენს თვალები ხო აქვს და ყურიც. ეს ხო დაინახა. როგორც თქვენ გონია რომ არ დაინახა, რომ ის ბავშვები, რომელიც წარმოუდგინეს 2 საათის განმავლობაში, იმ ბავშვებს ნასწავლი ჰქონდათ ის სიტყვები, მათხოვრული სიტყვები, რომელიც არის მიუღებელი, რომ მე არ მაქვს და მე ის არ შემიძლია და მე ეს არ შემიძლია. არა, ეს ბავშვების წუხილი იყო ქალბატონო. წარმოიდგინეთ თქვენ რომ გამოგაგდონ თქვენი სახლიდან და დაგაკარგინონ. სხვა რამე არის, მაგრამ მე არ ვთხოვრო დამეხმარე. ამ იმაში და მე არ მგონია. მე არ მგონია. ბავშვი რომელსაც არ აქვს ასეთი ლარი, შესაძლებელია მან შეხედოს ბაიდენს და სხვას და ჩემზე არანაკლებ თუ ქართველი არის და მე ცოტა მესმის იმისი არანაკლებ თავმოყვარე არის ვიდრე მე. არ მგონია რომ განსხვავება იყოს გლეხის და ჩემ შორის. და ბაიდენმა ეს რო დაინახა, მაშინ უთხრა რომ თქვენი პრეზიდენტის სასახლეში ვიყავიო, მისი არაჩვეულებრივი ავეჯითო, ასეთი ყველანაირად ლუქსის და იმის მომცველიო და არაჩვეულებრივიო გუშინ საღამოსო ვახშამიო. ვინმე დაუკვირდა, თუ ვინმე ელოდებოდა რომ ბაიდენი გალანძღავდა სააკაშვილს ან გააკრიტიკებდა ან ტელევიზიების ან ხალხის წინ, ის არის შემსწარი და იმას არ ესმის. დიპლომატმა რას ნიშნავდა, ეს რას ამბობს? ეს ნიშნავს რომ ეს ბაიდენი ვინ არის, ჯერთი ეს ბაიდენი არის ის სენატორი, სხვათა შორის ყველაზე ღარიბი სენატორი. ცნობილია რომ ეს დღემდე საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოძრაობს. ძალიან ცნობილი ამითი. ეს არის ის ადამიანი, რომელიც ჩამოვიდა ომის მერე და ნახა საქართველოს და იცის კარგად. და წავიდა ამერიკაში და იბრძოლა იმისთვის, რომ გამოყოფილიყო კონგრესისგან 1 მილიარდი საქართველოსთვის. და იმისთვის, რომ ჩვენ მიგვეღო ეს 1 მილიარდი, იმან წარადგინა იქა მთელი არგუმენტაცია. რა დღეში არის საქართველოს ეკონომიკა, სოციალურად ასე შემდეგ. ესე იგი იცის ყველაფერი. ჩამოიტანა, ან უბრალოდ გადმორიცხეს ეს მილიარდი და რას ხედავს? ეს არის ფიასკო სააკაშვილის. რას ხედავს? სააკაშვილს მიყავს ეს ვიცე-პრეზიდენტი, ის ვინც აღწერეთ, მიყავს ამ სასახლეში, რომელიც არ იყო ჯერ აშერებული, როცა ომის მერე ჩამოვიდა ბაიდენი და ხედავს ის ბავშვი, რომელიც ამბობს, it's nice. და იცის, რომ ეს სასახლე დაჯდა სადღაც 9 მილიარდიდან 700 მილიონამდე. თქვენ რა გონიათ, თვალები არა აქვს ბაიდენს, თუ ყურები არა აქვს, თუ ჭკუ არა აქვს. დიდი მადლობა. მოდი წავიდა, გაიგო რომ დახურული ქალაქი დახვდა, როცა ბუშს დახვდა ხურვალეთ და თავისუფალი და ბედნიერი საქართველო. დახვდა აქ ტანკები, დახვდა პოლიცია, დახვდა ხალხი, რომელსაც არ მისცეს საშუალება რომ გამოეხატა მხარდაჭერა ამერიკისათვის და თავისი დემოკრატიულობისთვის, დახვდა მონოლითური საბჭოთა პარლამენტი, დახვდა პრეზიდენტი, რომელიც ალბათ თვითონ ნახა როგორიც არის, თავის სათამაშო სასახლეში, რომელიც ხალხის ფულით არის აშენებული და წავიდა ამერიკის პრეზიდენტი, დაუტოვა და დაგვიტოვა ჩვენ ეს სამოქმედო გეგმა. ეს არის სამოქმედო გეგმა იმისთვის, რომ საქართველოს მიიღოს დახმარება კიდევ, იმიტომ უთხრა, რომ თქვენ თუ იქნებით დემოკრატიული, იმდენად, რამდენადაც იქნებით დემოკრატიული, იმდენად დაგეხმარებით. დიდი მადლობა. ეს არის ჩვენთვის საბრძოლველო გეგმა. სამოქმედო გეგმა ამერიკისთვის, ჩვენი ბრძოლის მომავალი 100 დღე, ამითი იქნება ხელში. კარგით. ხალხი გარეთ, ჩვენ ამითი ხელში, ჩვენ უცხოეთში ამ
ამერიკელებთან რომ უთხრათ რომ ეს სრულდება მედიაში როცა არის სრულებები მედიაში რომელიც უკვე კონტროლირებული არის როცა გადაყენებული არის ყუბანეიშვილი და აპირებენ რომ აირჩიონ ახალი დირექტორი სანამ ბორდი იქნება არჩეული ეს არის მედია თავისუფლება. კარგი, ისინი აუცილებლად დაგისვავდნენ ასეთ კითხვას. ამ შემთხვევაში უკვე პოზიციიდან გეუბნებით, ჩემი პოზიციიდან. ეს არის ჟურნალისტებზე ზეწოლა თუ არ არის, როდესაც სირცხვილის კორიდორს აწყობდა, შემდეგ უმოწმებ მას საშს. გაატარო თუ არ გაატარო, როცა იგი ჟურნალისტია. კარგი, ამ თემებზე ხა საუბარი, მე ამ თემებზე მოგიწევ თქვენ სიძვენში. ამაზე ყველაფერზე მივალთ ჩვენი დოკუმენტაციით. სხვათა შორის კონსერვატიული პარტიამ უნდა დავასრულოთ და უკვე მოითხოვა ის მილიარდი როგორ დაიხარჯა და იმედი მაქვს ვექნება. დიდი მადლობა. მე მინდა უთხრა საჯარეულოებს რომ არ დავივიწყე მათი მოთხოვნა ჩვენთვისო გაზიო გახთაო 45 თეთრი იმ ადგილას სადაც გაზი იქვე არის. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ძალიან საინტერესო საუბრისთვის გემშვიდობებით სექტემბრამდე და იმედია სექტემბერში არაერთხელ ვისაუბრებთ საინტერესო უკვე დაწყებული არის ის 100 დღე სააკაშვილის და მასზე არის დამოკიდებული მას აქვს არჩევანი ან შეასრულოს ან წავიდეს ძალიან დიდი მადლობა მაშასე ამ ნახევარს გიტოვებს მართლა ეს ისტორიული მემერგო ნახევარი უკვე შესრულებული არა ამ ისტორიულ საჩუქარზე უარს ნამდვილად ვერ ვიტყვე იმიტომ რომ ყველა საუბრობდა რა იყო ეს ვიდრე არ დაგისვით ეს კითხვა თქვენმე პოლიტიკურ კვირაში აი ასეთი საინტერესო საჩუქარი გადმომცემ ნახევარი გზა გავლილი არის ხელი ხო არ ჩაიქნიეთ და ნახევარი გზა გავლილია ხება ეს კარგი ამ პიჯაკს იმედია მომავალში მეორე ნახევარი ეს 100 დღე არის რაც ძალიან საინტერესო საჩუქარი ძალიან სერიოზული მომენტი დიდი მადლობა კარგად გრძანდებოდეთ მაშას ეს იყო სალომე ზურაბიშვილი საქართველოს გზის ლიდერი და შეკითხვა რომელიც მან დაიბარა რა გააკეთაო ამ პარლამენტმა იმისათვის რომ ქვეყანა ამ მდგომარეობიდან გამოეყვანა დაუსვი ეს კითხვა ვიცე-სპიკერსო ქალბატონი რუსუდან კერვალიშვილი არის პარლამენტის ვიცე-სპიკერი დიდი მადლობა რომ მობრძანდით ჩვენს გადაცემაში დიდი მადლობა რომ იღებთ მონაწილეობას ქალბატონ და გთხოვთ დაიკავოთ თქვენი ადგილი მე ცოტა დამაბნია ქალბატონი სალომეს საჩუქარმა ნამდვილად არ ველოდი ეს ისეთი სიმბოლური ნივთია ასე რომ გულისყურით შევინახავ და გაუფრთხილდები როგორც ესეთ სიმბოლოს 9 აპრილის საპროტესტო მოძრაობისა მოდი დავიწყოთ საუბარი ქალბატონ რუსუდან ძალიან სერიოზული თემა ამ დღეებში რაც მოხდა ჩვენს ქვეყანაში ბაიდენის ვიზიტთან დაკავშირებით თქვენ ახლა ისმენით ქალბატონი სალომეს შეფასებებს მე მინდა დავიწყოთ თქვენთან საუბარი სწორედ ამით ეს არის გეგმა რომელიც დაგვიტოვა ოპოზიციისთვის საბრძოლველი და მათთვის ამოქმედო რა სიტყვით თქვენ ეს იყო ხელისუფლების მხარდაჭერა ბაიდენის მხრიდან თუ ქვეყნის პირველ რიგში მინდა ძალიან დიდი მადლობა მოგახსენოთ მოწვევისთვის და მინდა შევუერთდე ქალბატონ ნინო ბურჯანაძის სამძიმარს იმ ტრაგედიის გამო რომელიც ტელეკომპანია რიოს დაატყდა დღეს და ეს ნიშნავს რომ ჩვენთვის ყველასთვის საქართველოსთვის ეს არის ძალიან დიდი ტრაგედია რაც შეეხება საქართველოს და ხელისუფლება განუყოფელი მცნება არის რადგანაც ხელისუფლება წარმოადგენს მთელი საქართველოს იმ სურვილს, რასაც ქვია ერთიანი, ძლიერი, დამოუკიდებელი დემოკრატიული საქართველო. მაგრამ ოპოზიცია ასე არ აღიქვამს, ოპოზიცია ამბობს, რომ ეს მხარდაჭერა იყო არა ხელისუფლების, არამედ ეს იყო ქვეყნის, რომ დღევანდელი ხელისუფლებაო ვერ გამოხატავს საკუთარი ხალხის ნებას. რა სიტყვით, ქალბატონ რუსუდან, თქვენ ბრძანდებით პარლამენტის ვიცე-სპიკერი. რეალურად მთელი ეს მოძრაობა 9 აპრილის საპროტესტო გამოსვლები დაწყებული იყო ვადამდელი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით. ვიდრე ისევ ბაიდენის თემას მიუბრუნდებით, მე მინდა შეკითხვა, რომელიც ქალბატონმა სალომემ დაგიტოვოთ, კიდევ ერთხელ გავიმეორო. პარლამენტში როგორ გრძნობთ თავს, აი თქვენ ბრძანდებით ვიცე-სპიკერი, პარლამენტში რომელსაც ბოიკოტი გამოუცხადა ოპოზიციამ. ანუ რა გააკეთა ამ პარლამენტმა თუნდაც იმისთვის, რომ კრიზისიდან გამოეყვანა პოლიტიკური სიტუაცია? მე მიმაჩნია, რომ ის პერიოდი, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად გავიარეთ და ეს არ იყო საქართველოს ისტორიაში ყველაზე საუკეთესო წელი, არამედ ეს იყო ალბათ ერთ-ერთი ყველაზე რთული წელი, როდესაც განხორციელდა ქვეყანა არის ოკუპირებული, ქვეყნის დიდი ნაწილი არის ოკუპირებული რუსეთის ჯარის მიერ, რომელიც დგას დედაქალაქიდან 28 კილომეტრში და ამ პერიოდში მოხერხდა იმ კრიზისის დაძლევა, რომელიც შეიქმნა ჩვენი დედაქალაქის ცენტრალურ ნაწილში მოცემულ ვითარებაში, ეს იყო ალბათ ყველაზე კარგი გამოსავალი და ამას მოწმობს ის, რომ ბაიდენის ჩამოსვლა იყო ქვეყნის მხარდაჭერა, იმ კურსის მხარდაჭერა, რომელსაც ზოგადად საქართველოს ჯერ კიდე 1918 წელს დაუჭირა მხარი, ეს არის ქვეყნის თავისუფლება. კი, მაგრამ რა კრიზისიდან გამოსვლაზე საუბრობთ უკაცრავად, თუ შეგიძლიათ განმარტება გააკეთოთ, იმიტომ რომ ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, რომ ქვეყანა არის უმძიმეს კრიზისში და რომ ხელისუფლებამ ვერ მოახერხა ამ კრიზისიდან გამოეყვანა ეს სიტუაცია.
რა კრიზისის მოგვარებაზე საუბრობთ? კრიზისის მოგვარების ნიშნები მე მგონი ძალიან კარგად ჩანს. ეს თუნდაც იმას მიანიშნებს, რომ დღესდღეობით რუსთაველის გამზირი არის თავისუფალი. ოპოზიციის დიდი ნაწილი ამჟამად სხვადასხვა ხედვით ძალით აიღესო ეს საკნები და კადრებიც თქვა ჩვენ ნახეთ როგორ ხდებოდა ამ საკნების გადატანა. ჯერჯერობით ამას ყოველ შემთხვევაში ჩემთვის ცნობილი ისეთი პროტესტი გარკვეული პოლიტიკური პარტიების გარდა, რომელსაც აქვთ უფლება და მადლობა ღმერთს, რომ ეკნებათ სწორედ ამ ხელისუფლების პირობებში ყოველთვის უმის უფლება, რომ თავისი პროტესტი დააფიქსირონ, თუნდაც ის, რომ მათ აქვთ საშუალება ამისი დაფიქსირების ყველგან მასმედიაში, ქუჩაში და ეხლა უკვე პარლამენტის ტრიბუნაში, იმიტომ რომ ეს არის პრეცედენტი, ის რაც ინიციატივა გაისმა პრეზიდენტის მხრიდან, ესეთი რამ პარლამენტარიზმის ისტორიაში ძალიან იშვიათად ხდება. რას გულისხმობთ უკაცრავად ინიციატივას, რომ აღუდგინონ სადეპუტატო მანდატები? სხვათა შორის ეს კითხვა მინდა დაგისვათ. როცა ხელისუფლება გამოდის პრეზიდენტი და ამ ინიციატივით შემოდის და რამდენადაც ჩემს ცნობილია ხვალ შემოდის, ხო, პარლამენტში. მე მინდა გკითხოთ, ეს განცხადება სააკაშვილის მხრიდან, ხელისუფლების მხრიდან გაკეთდა იმიტომ, რომ ეს გაეგონა დასავლეთს, გაკეთდა ბაიდენის ვიზიტისთვის სპეციალურად თუ თქვენ გაქვთ რაიმე გარანტიები, თუნდაც რომელიმე ოპოზიციური პარტიიდან, ვინც დახია მანდატები მათ შორის, რომ თუნდაც რაღაც ნაწილი მაინც დაუბრუნდება საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს, რა სიტყვით? იცით, არავითარი გარანტიები ამის შესახებ არ შეიძლება გქონდეს, მაგრამ სურვილი და იმედი ძალიან დიდი მაქვს, იმიტომ რომ ეს ის შემთხვევაა, როდესაც ამ მრჩევლის ხმა სრულად იქნება საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი და სწორედ ეს იქნება ერთი ნაბიჯი უფრო უკეთესი მომავლისკენ. ეს იქნება ნაბიჯი იმისკენ, რომ ხალხის პრობლემები იქ გაისმას იმ ტრიბუნაზე, რომელსაც როგორც ყველა მოვისმინეთ ბაიდენმა თქვა, რომ არა მხოლოდ მან ეს სიტყვა ხაზგასმით. პრობლემები უნდა იყოს არა მხოლოდ გასაკვირველია ქუჩიდანაც, მაგრამ პარლამენტში უნდა წყდებოდეს და ამ ტრიბუნის არ გამოყენება ხალხისათვის მე ვფიქრობ, რომ არ იქნება სწორი. თუ კი ამ შემთხვევაში ცოტა დავთმობთ სუყელანი ჩვენს ამპარტავნებას და გადავწყვიტავთ იმას, რაც ხალხისთვის სასარგებლოა, ალბათ ქვეყნისთვის უკეთესი იქნება. მაგრამ ქალბატონ რუსტან, თუ კი ოპოზიცია აცხადებს, რომ ისინი უბრალოდ არ აღიარებენ იმ შედეგებს, რომელიც დადო ამ არჩევნებმა, რის შედეგადაც პარლამენტში სახეზე არის ის სურათი, რაც დღეს დევს, რატომ უნდა დაუბრუნდნენ ისინი პარლამენტს? ან მოდით გნებავთ ასეთ კითხვას დავსვავ, რა გააკეთა ხელისუფლებამ იმისთვის, რომ ეს ხალხი ადგეს და შემოვიდეს პარლამენტში. რა დათმო, თუნდაც აი ამ 9 აპრილიდან დღემდე. რას მიპასუხებთ ამ კითხვაზე? რატომ უნდა შემოვიდნენ ისინი? ისინი იმიტომ კი არ უნდა შემოვიდნენ, რომ დათმობაზე წავიდნენ ხელისუფლებასთან, არამედ იმიტომ, რომ თავისი ამორჩევლის ნება წარმოადგენენ. 600,000 ადამიანი ძალიან ბევრი არის და 600,000 ხმა იმისათვის, რომ მისი ნება არ წარმოადგენდა და არ დამორჩილდა ხალხის ნებას, როდესაც მათ უნდათ რომ ისინი იხილონ პარლამენტში. თუ კი ეს მისაღები იქნება, მე ვფიქრობ, რომ ეს დისკუსიის საგანია, რასაკვირველია, ყველა არ მიიღებს ალბათ მონაწილეობას, მაგრამ ძალიან წინ გადადგული ნაბიჯი იქნება სწორედ დემოკრატიისაკენ. სწორედ იმისათვის, რომ მათ მეტად შეეძლოთ იმისი გამოხატვა, რასაც ამ ეტაპმა ქუჩის აქციებმა თავისი გარკვეული ეტაპი თუნდაც ამითი მოიტანა. ეს არის შედეგი, ერთ-ერთი შედეგია. ეს პოლიტიკური ნება და შეთანხმება ერთ-ერთი შედეგია იმ დიალოგისაკენ, რომელიც უნდა წარიმართოს ხალხსა და ხელისუფლებას შორის. კი, მაგრამ ქალბატონ რუსტან, მაშინ მოდით მე გავიხსენებ მთელი მოვლენებს, რაღაც მონაკვეთს მოვლენებისას, რომელიც განვითარდა 9 აპრილიდან დღემდე. აი, როდესაც გამოდის ხელისუფლება და აცხადებს, რომ მოუწოდებს ოპოზიციას დაუბრუნდნენ პარლამენტში შესაბამისი ცვლილებები, პრეზიდენტის ინიციატივა, აღუდგინოს სადეპუტატო მანდატები და ამ დროს იგივე ოპოზიცია ამბობს, რომ აი, რატომ უნდა წავიდეთ რაიმე კომპრომისზე ხელისუფლებასთან, რომელმაც თუნდაც მოგვიწყო იგივე გიორგობის ღამე პოლიციის სამმართველოსთან, რომელმაც დაგვიპატიმრა ჩვენი მომხრეები, რომელიც ძალიან უდიერად გვექცეოდა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ისე რომ არც ერთ კომპრომისი არ წამოვიდა. რა სიტყვით, ანუ ნდობა კომპრომისი თუ კი ერთი მხარისგან უნდა მოდიოდეს, ხელისუფლების მხრიდან რატო არ იყო? მსგავსი თუნდაც ერთი ნაბიჯი, ისინი ითხოვდნენ ვადამდელ არჩევნებს, საპრეზიდენტო, საპარლამენტო არჩევნებს, თუნდაც რატომ არ დაინიშნაო საპარლამენტო არჩევნები? იმის გამო, რომ ეს ყველაფერი და ის შედგეს, რაც ოპოზიციის მოთხოვნაა და ხალხის ნება იყოს გათვალისწინებული, კიდევ უფრო მეტი ხალხის ნება უნდა იყოს გათვალისწინებული იმასთან დაკავშირებით, რომ მანდატებზე უარის თქმა თავისთავად, ეს არის უარის თქმა ხალხის ნებაზე. ამიტომ ამჟამად ამ ეტაპზე მათ მეტი საშუალება ეძლევათ, რომ ყველა ის ფაქტი, რომელსაც თქვენ ბრძანებთ, იყოს შესაბამისად გამოძიებული, შესაბამისი რეაგირება მასზე მოხდენილი და ეს მოხდეს იქიდან, სადაც მათ მეტი ძალა, უფრო მეტი ძალა ექნებათ, რომ მიიღონ ის გადაწყვეტილებები,
რომელიც მათ მართებულად იმ მიაჩნდა. პარლამენტში შესვლაზე წამოვა კი ოპოზიცია ქალბატონო რუსუდა, რომელმაც სხვა თუ არაფერი გავიხსენებ, სულ ცოტა ხნის წინ მიიღო სასწრაფო წესით იგივე ის ცვლილებები მანიფესტაციებისა და მიტინგების შესახებ და სადაც ოპოზიციის ძალიან მკვეთრი განცხადებები მოვისმინეთ ჩვენ ამ ფაქტთან დაკავშირებით, როგორ უნდა ველაპარაკოთ ხელისუფლებას, რომელიც თუნდაც ასეთი ტიპის ცვლილებებს იღებს იმისათვის, რომ ქვეყანაში აღარ ჩატარდეს თქვათ ისეთი მასშტაბური აქციები, რაღაც არაელიტარული იარაღის გამოყენებაზე საუბარი, როდესაც ისინი იხსენებენ, რომ უკვე ოფიციალურად იკანონებს ამ ცვლილებებით ხელისუფლება თუნდაც იმას, რაც ჩვენ ვიხილეთ იგივე გიორგობის ღამეს პოლიციის სამმართველოსთან სისხლიან კადრებს შეგახსენებთ ოპოზიციის ლიდერების. მე ხელოვნურად არ ვძაბავს სიტუაციას, მინდა თქვენგან მივიღო პასუხი, თქვენ როგორც ვიცე-სპიკერი, რას უპასუხებდით ნებისმიერ თქვენს ოპონენტს, ვინც გეტყოდათ, რომ რატომ უნდა დავბრუნდე ქალბატონო რუსთან იმის ნაცვლად, რომ რაღაც დიალოგზე წამოსულიყავით, როდესაც მესროლეთ თუნდაც ის პლასტიკური ტყვიები, რის შედეგსაც ეხლა კადრებში ვხედავთ. იმიტომ რომ ისინი ჩვენთან კი არ ბრუნდებიან. ჩვენ ვართ ისეთივე არჩეული ხალხის მე, როგორც არიან ისინი. ისინი თავის ადგილებს იკავებენ, თავის მანდატებს და ამორჩეველთან მეტი პასუხისმგებლობით შეუძლიათ ამორჩევლისთვის მეტი დახმარების გაწევა და თავიანთი პოლიტიკური და სხვა შეხედულებების უფრო მეტად გამოხატვა, ვინმე ეს ალბათ მოსახერხებელი იქნება ქუჩაში. ქუჩას რასაკვირველია თავისი ადგილი და ეტაპი აქვს, ეს აბსოლუტურად არ უშლის ხელს ერთმანეთს, მაგრამ ეს უფრო მეტი შესაძლებლობაა. მხოლოდ ამიტომ. იცით რა მინდა გკითხოთ, წეგან სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ პარლამენტიო რაღაც საბჭოთა დროის ყრილობას თუ რაღაც სხდომას შეადარა, როგორ მქუხარეტაშს უკრავდა თქვა სააკაშვილს და რატომღაცო არავინო არც უმრავლესობიდანო, არც ოპოზიციიდანო არადგა და მხურვალი ტაში არ დაუკრა ბაიდენს, როდესაც იგი საუბრობდა, რომ აუცილებელი იყო დემოკრატიული ღირებულებების გატარება ამ ქვეყანაშიო. თქვათ იგივე სადაც საუბრობდაო დამოუკიდებელ მედიაზე, დაბალანსებულ მთავრობაზე, ზეწოლისგან დამოუკიდებელ სასამართლოზე და ასე შემდეგ. რას უპასუხებდით ამ პრეტენზიას, რატომ არ დაუკრეს სწორედ ამ თემებზე საუბრისას ტაშიო? მე ხა ძალიან კონკრეტულად და ზუსტად ვერ გეტყვით, იმიტომ რომ მას ჭირდება სტენოგრამ ჩანაწერი რომ ვნახო, მაგრამ მე მგონი ტაში იყო იმდენად ხშირი და იმდენად ემოციური, რამდენადაც ამ ადამიანმა საოცრად გამოხატა და არა ადამიანმა, არამედ პოლიტიკოსმა, ქვეყანამ გამოხატა ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერა და თუნდაც მხოლოდ ის სიტყვები რა დღირდა, ეს იყო საოცრება, როდესაც ერისყული გაჩნდეს წყულად, როდესაც მან გამოხატა ქვეყნის თავისუფლების წლების მიხედვით დამოკიდებულება და როდესაც მან თქვა, რომ მე ვიყავი აქ ვიჯექი სახურავზე, ერთ-ერთ სახურავზე, მაშინ როდესაც ბომბები ცვიოდა საქართველოს თავზე და ჩემი გადაწყვეტილება მაშინ როგორც სენატორისა და ეხლა როგორც ვიცე-პრეზიდენტისა იყო მტკიცე, რომ საქართველოს თავისუფლებას, ოღონდ ერთიანი საქართველოს თავისუფლებას, დამოუკიდებლობას ალტერნატივა არ აქვს და თქვენ მილიონობით ადამიანს აჩვენეთ, რას ნიშნავს სწრაფვა თავისუფლებისკენ და დემოკრატიისკენ. მე არ ვიცი, ძალიან ბევრი ტაში იყო და მე არ ვიცი, ხა ესე ზუსტად ვერ გიპასუხებ. რა ეტაპზე დგებოდი და ტაშს რა ეტაპზე უკრავდით, ეს ძალიან ბევრი ემოცია იყო და მინდა გითხრათ, რომ მე პირადად ესეთი ბედნიერების განცდა, ოღონდ ერის მთლიანად მთელი ნაციის ერთობლივად და მხარდაჭერა არ მახსოვს არც საბჭოთა კავშირის დროს და მით უმეტეს დასაკვირველია შემდგომ პერიოდში და უყოთ ოპოზიციის ბრალდებას იმის შესახებ, რომ თქვათ იგივე ბუშსო ზეიმი დახვდაო თბილისი. რაც შეეხება ბაიდენის ვიზიტსო, აქ რაღაც ოპოზიციას აუკრძალეს მიტინგის ჩატარება, თავისუფლების მოედანზე გადაადგილების საშუალება, ტანკები და პოლიციით დახვდაო. აი ამ შემთხვევაში, როდესაც თქვენ ისმენთ ასეთ განცხადებებს, როგორია თქვენი პასუხი? ის მაგალითად რაზეც წეგან იყო ოპოზიციის ლიდერისგან საუბარი, რომ აი თავისთავად ის სასახლე იყო ფიასკო სააკაშვილის. აი როდესაც ოპოზიცია აძლევს თავის შეფასებას და თავის ინტერპრეტაციას და ხელისუფლება თავისას. აი მაყურებელმა როგორ უნდა განასხვაოს? იყო თუ არა ლოგიკა წეგა ქალბატონის სალომეს სიტყვებში? იცით რა, ხალხი ბრძენია და განსხვავება და სიხარული ხალხის ამ შემთხვევაში და მათ შორის დარწმუნებული ვარ სულ ყველასი და ოპოზიციისაც აუცილებლად იქნებოდა ერთნიშნულოვანი ქვეყნის მხარდაჭერასთან დაკავშირებით. რაც შეეხება შედარებას ბუშის დროს სხვა მდგომარეობაში იყო ქვეყანა და მაშინ ინვესტიციაზე, განვითარებაზე, შემდგომ დემოკრატიაზე იყო და სხვა მდგომარეობაში და დღეს ჩვენ ვიმყოფებით პრაქტიკულად ომის მდგომარეობაში და ერთი წლის თავზე, როდესაც რუსეთმა ოკუპაცია განახორციელა საქართველოს. უსაფრთხოების გამოითხოვენ ხელისუფლების პასუხისმგებლობას ქალბატონ რუსთან, იგივე სააკაშვილის პასუხისმგებლობაზე, როდესაც 9 აპრილის წინა დღეებში ოპოზიცია გამოდიოდა ხოლმე და აკეთებდა განცხადებებს. სწორედ ამაზე უსვამდნენ პირველ რიგში ხაზს, რომ აი ამ ომის შედეგების დაკარგული ტერიტორიების გამო ხელისუფლება არის პასუხისმგებელი და კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილიო. მე მგონი ამაზე შესანიშნავად გასა პასუხი ბაიდენმა
და მან თქვა, რომ არასოდეს ამერიკა არ დაუჭერს ხარს და მოუწოდებს მთელ სოფლიოს, რომ არასოდეს არ ცნონ აფხაზეთის და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობა, არამედ ერთიანი საქართველო იმ საზღვრებში, რომელშიდაც არის საქართველო მიღებული მთელი მსოფლიოს მიერ. ამიტომ ამ თემაზე საერთოდ საუბარიც კი მიმაჩნია, რომ ამაზე ლაპარაკიც არის მით უმეტეს წლის თავზე, როდესაც ჩვენი მამულიშვილები სამამულო ომში დადგენ და ქვეყანა დაიცვეს და შეეწირენ თავისი ქვეყნის დამოუკიდებლობას. ამიტომ ამაზე ლაპარაკი მე ზნეობრივად არ მიმაჩნია. მიმაჩნია, რომ ძალიან დიდ დრო გვინდა სანამდე გავაცნობიერებთ რა მოხდა ჩვენს თავზე. თუნდაც ის რომ 15,000 ქართველი ჯარისკაცი სულ ყველა რო ერთად ყოფილიყო, რუსეთის წინააღმდეგ აგრესიას ვერ განახორციელებდა. ამას მე მგონი რომელიმე კომისიის დასკვნა არ დასჭირდება, ეს მაგრამ აქ საუბარია ზოგადად ხელისუფლების პოლიტიკაზე, მე ვიშველიებ ამ შემთხვევაში ოპოზიციის არგუმენტებს, რასაკვირველია, რომელმაც პოლიტიკაზე, რომელმაც ამ ომამდე მიიყვანაო ქვეყანა. როდესაც ისინი პასუხისმგებლობაზე საუბრობენ ხოლმე, ეს არის ხაზგასმა, სხვა შორის ძალიან საინტერესოა, ეხლა მალე არის სწორედ 1 წლისთავი ომის და ძალიან ძნელია იმის მოსმენა ყოველთვის, როდესაც თქვათ პოლიტიკოსები ქვეყნის ხელისუფლებას აკისრებენ ხოლმე პასუხისმგებლობას და შემდეგ ასეთი საპასუხო განცხადებები კეთდება, რომ აი ეს არის სამშობლოს ღალატი და ასე შემდეგ. ისინი ამბობენ, რომ ჩვენ პასუხისმგებლობას ვაკისრებთ, იმიტომ რომ მათმა პოლიტიკა მიიყვანაო. რა სიტყვით, ქალბატონო? შედარებები ჩემი მხრიდან ძალიან ხმამაღალი გამოვა, მაგრამ ჩვენ ძალიან კარგად ნახეთ მოლდავეთის პოლიტიკა, რომელმაც აბსოლუტურად მნიშვნელოვნად ყველაფერისა და იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთთან მაქსიმალურად დიპლომატიურად შეძლების დაგვარად შესაძლებელი ყოფილიყო პოლიტიკური მოგვარება, მაგრამ სწორედ ბაიდენმა რაც ბრძანა, რომ გავლენის სფეროები, აქ არის სულ სხვა თემაზე ლაპარაკი, მე-19 საუკუნის გავლენის სფეროების ხარს აღარ დაუჭერს დემოკრატიული სამყარო. რუსეთისთვის საქართველო არის და იქნება ყოველთვის იმ გავლენის სფერო, რომლიდანაც ის ვერ გამოდის. მე მგონი ძალიან ნიშანდობლივი იყო ის შეხვედრა, როდესაც ჩექმით შეხვდა სამოვარზე ობამას პრეზიდენტი. ეს დიდი განსხვავება იყო საქართველოში ვიცე-პრეზიდენტ ბაიდენთან შეხვედრასა და ობამას შეხვედრასთან. შედარებაც არ შეიძლება რუსეთში. ეს იყო სრულიად გამოხატული მათი ტაქტიკა, მათი დამოკიდებულება, მათი პოლიტიკა, მათი აგრესია და სრულიად სხვა იყო საქართველოში. კი ბატონო, მაგრამ მე მინდა ისევ ბაიდენის ვიზიტის დღეს მიუბრუნდე, ქალბატონო, რუსუდან თქვენ ძალიან მაღალი თანამდებობა გიკავიათ საიმისოთ, რომ თქვათ რაღაც პოლიტიკური პასუხი მოვისმინოთ თქვენგან. აი, პირადად რუსუდან კერვალიშვილისთვის, ვიცე-სპიკერისთვის არის მისაღები, რომ თუნდაც ბაიდენის ვიზიტის დღეს ასეთი მნიშვნელოვანი დღე იყო. კიდევ ერთხელ უნდა გავუსვათ ამას ხაზი ჩვენი ქვეყნისთვის და არა ხელისუფლების ან ოპოზიციისთვის. ამ შემთხვევაში ვსაუბრობ ჩვენს ქვეყანაზე, მაგრამ აი ასეთ მნიშვნელოვან დღეს არ ეძლევა ოპოზიციას საშუალება, რომ თუნდაც ამ ადამიანს აჩვენონ, რომ ისინი აპროტესტებენ. რა საჭირო იყო მათთვის ხელის შეშლა? აი, თქვენთვის, როგორც პოლიტიკოსისთვის, პარლამენტის ვიცე-სპიკერისთვის, ეს მისაღებია, რომ რაღაც ძალისმიერი მეთოდებით ადამიანებს გადაუღობო გზა, რომ აი ვიღაცა არ მივიდეს თავისუფლების მოედანზე, ვიღაცამ არ გააპროტესტოს და ეს არ დაინახოს ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა? მე ვფიქრობ, ოპოზიციის ლიდერებს ჰქონდათ იმის საშუალება, რომ ბაიდენთან გამოემჟღავნებინათ თავიანთი პროტესტი, თუ კი მათ ასეთი გააჩნდათ ამ მოცემულ ფაქტთან დაკავშირებით. რაც შეეხება კიდევ ერთხელ ვიმეორებ, შეიძლება ზედმეტად, რომ ქვეყანა იმყოფება ომის მდგომარეობაში, ამერიკის ვიცე-პრეზიდენტს იცავდა რასაკვირველია უსაფრთხოება თავისი ქვეყნისა და მასთან ერთად ჩვენი ქვეყნისა და აქ არ იყო ალბათ იმისი საშუალება, რომ უფრო მეტად თავისუფალი ყოფილიყო მისი გადაადგილების შესაძლებლობა. მე ესე ვფიქრობ, მე არ ამგონია, რომ აქ იყო რაღაც სპეციალური ზომები იმისათვის მიღებული, რომ კონკრეტულ ადამიანებს არ გამოეხატათ თავიანთი დამოკიდებულება. მით უმეტეს, რომ პარლამენტში მოწვეული იყო ყველა ადამიანი იმ დღეს, ვისაც უნდოდა გამოეხატა თავისი დამოკიდებულება. ეს ხომ ვიცით რომ ესე და ამიტომ არ მიმაჩნია, რომ აი ამ შემთხვევაში ზუსტად ესე არის, რომ იყო რაღაც სპეციალური ზომები იმისთვის, რომ ადამიანები არ გამოსულიყვნენ. კარგი, და ჩვენი საუბრის ბოლოს ასეთი კითხვა მინდა დაგისვათ, ისე მოხდა, რომ თქვენ აღმოჩნდით ამ სეზონის გადაცემის სულ ბოლოს სტუმარი. რაც შეეხება სექტემბერს, როდესაც ჩვენ დავბრუნდებით ეთერში, ოპოზიცია პირობას დებს, რომ სექტემბრისთვის იქნება უკვე ახალი ტალღა პოლიტიკური პროტესტის და ისინი ხშირად ამბობენ ხოლმე, რომ ხელისუფლებას ედის ძალიან მძიმე დღეები, ამჯერად უკვე შემოდგომიდან. რა სიტყვა ეს ხელისუფლების წარმომადგენელი რუსუდან კერვალიშვილი, როგორ განვითარებას ელით აი პროცესებისას ქვეყანაში და თქვენი აზრით, ეხლა ხელისუფლებამ მოიგო თუ წააგო ოპოზიციამ, ამაზე მიდის დავა, მაგრამ რა იქნება შემოდგომაზე? მე გამახსენდა, ზურაბ ნოღაიდელი ამბობდა აი ამ საპროტესტო მიტინგების თითქმის ბოლო პერიოდში, რომ ეხლა ეს მიტინგები ხელისუფლებამ გადააგორაო და საპროტესტო ტალღა, მაგრამ იგი შემოდგომაზე ვეღარ მოახერხებს, რომ გადააგოროს. როგორია თქვენი პროგნოზი? პირველ რიგში მინდა
მინდა გითხრათ, რომ მე ყველაზე მეტი მეც ვიტოვებ და დარწმუნებული ვარ და ეს არის ყველაზე მთავარი, რომ თავისუფალი მედია კიდევ უფრო თავისუფალი იყოს. თქვენს გადაცემას და ყველა იმ გადაცემას, რომელსაც მოაქვს ქვეყნისათვის აი ეს თავისუფალი ხმა ხალხისა, კიდევ მეტი საშუალება მიეცეს, რომ გამოხატოს ყველაფერი ის, რაც საზოგადოებაში ხდება. ყველაზე მეტი მნიშვნელობა აქვს, როგორ გაუსწორებთ თვალს და გადავწყვიტავთ ხალხის პრობლემებს, რომელიც ძალიან ბევრი არის დაგროვილი ამ პერიოდში. უამრავი და უსაზღვრო და ხალხის გაჭირვებას მართლა როგორ დაგვაჩნდება მათი წყული ჩვენს სულზე და ჩვენს მდგომარე როგორ გამოვხატავთ ამას და მე მგონია რომ ერთი ეტაპი საქართველოს გარკვეული პერიოდი გადალახა სიძნელეებისა და ეხლა უფრო მეტი ზრუნვა გვჭირდება იმაზე თუ რა უჭირს ხალხს გაცილებით უფრო მეტი. კარგი, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხავით და მინდა გისურვოთ წარმატება. თქვენ პირველად იყავით ჩვენი გადაცემის სტუმარი და იმედია ფეხბედნიერი იქნება და ჩვენ სექტემბერში კიდევ შევხვდებით ერთმანეთს. დიდი მადლობა, კარგად ზანდებოდეთ, გისურვებთ წარმატებებს. მაშინზე თქვენ უსმენთ პარლამენტის ვიცე-სპიკერს, ხელისუფლების წარმომადგენელს ქალბატონ რუსტან კერვალიშვილს. მე უნდა დავამთავროთ დღევანდელი გადაცემა. უნდა დაგემშვიდობოთ სექტემბრამდე და მინდა გადაგიხავოთ ძალიან დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში იყო ჩვენთან ერთად და ჩვენთან ერთად ადევნებდა თვალყურს იმ მოვლენებს, რომელიც ჩვენს გარშემო ჩვენს ქვეყანაში ხდებოდა. ვფიქრობ ძალიან საინტერესო საჩუქრით დავასრულეთ დღევანდელი გადაცემა, რაც იყო ერთგვარად სიმბოლური, იმიტომ რომ როცა ქალბატონმა სალომემ ეს მომცა, საჩუქრად გამახსენდა, რომ გადაცემა ეთერში გავიდა სწორედ ასეთი თემით 9 აპრილის მოლოდინში. ეს ყველაფერი, რაც დღეს არის სახეზე, არის 9 აპრილის საპროტესტო მოძრაობის შედეგი. გულისხმობ ოპოზიციას, თქვენ მოისმინეთ, როგორი პროგნოზი გააკეთა ხელისუფლება. მოდით ერთად დაველოდოთ სექტემბერს. მე მინდა გისურვოთ ყველას მშვიდობა პირველ რიგში ჩვენს ქვეყანაში. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არის ძალიან მძიმე დღე წინ. ეს არის ომის წლისთავი. მინდა გისურვოთ ყველას ერთად მშვიდობიანი ზაფხული მომავალ შეხვედრამდე. ამჯერად უკვე სექტემბერში კვირას 8 საათზე პირდაპირ ეთერში.